ესე იგი პრეზიდენტი საჭიროა საქართველოში. მერაბიშვილი გასაგებია, იქნება პრემიერ-მინისტრი და ღმერთმა მაქნას კაირამე გააკეთოს და ამაზე არ არის დავაკამათი ახლა, შეიძლება მოაწესრიგოს ის, თუმცა არაფრით არ შეიძლება შევადაროთ პოლიციური გარემო, იმ გარემოს, რომელსაც ქვია ეკონომიკური გარემო და საქართველოს საერთოდ დემოგრაფიული და სამუშაობა და სოცგარემო. პოლიცია შეიძლება ჩამოაყალიბო და ისეთ დონეზე აიყვანო. მან არაფერს არ აქვს პოლიციელი, დისციპლინა ეგა და ორგანიზატორი თუ პატივს სცემენ, ამას დაამყარებ, მაგრამ აი ეს მივაწერო და მერაბიშვილს, ბატონ ივანეს ის რომ აი გამოამჟღავნა ნიჭი ამ ფორმით, ამ დარგში, ამ სფეროში და ეს იმას ნიშნავს, რომ წინ წაწევს მეურნეობას, აქ მე სრულიად ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულია სხვა რაღაცებზე. შეიძლება წარმატებული იყო პოლიციაში, მაგრამ წარმატებული ეკონომიკაში ვერ აღმოჩნდა, იმიტომ რომ ეკონომიკა ფართო სპექტრია, მოიცავს მთლიან მოსახლეობას, ეს არის უკვე წარმოება, ამუშავება და ასე შემდეგ. მან ის დისციპლინა არ გაჭრის. ეს ისე სხვათა შორის. ეხლა პრეზიდენტი საჭიროა. პრემიერ-მინისტრად თუ გავაფორმეთ ბატონი ჩვენი ვანო მერაბიშვილი ივანე, საჭიროა პრეზიდენტი. პრეზიდენტად რომ მოიაზრება ვიღაცა, მაშინ ვლასტი ვის ექნება, ძალაუფლება, კონსტიტუციურად, ვინც კონსტიტუციურად ძალას ფლობს, ის ატრიალებს ყველაფერს. და უკვე სააკაშვილი როგორც თქვათ რომელიმე პარტიის გენერალური მდივანის ფუნქცია მე ვეღარ გავიგე. ახალ მესამე იმას შვებიან როგორც იყო თავის დროზე ბრეჟნევი, ხო ცენტრალური კომიტეტის მე გენერალური მდივანი დაემატა მას. იყო ცეკას პირველი მდივანი, მე გენერალური. თუ ახალი რაღაცეების შემოდის, ძველი რაც იყო იმის განმეორება, ფაქტორად არაფერი არ შეიცვლება, ეს იქნება შენიღებული, ვთქვათ, პენსიაში გასული წინ წლებში პრეზიდენტი. მაგრამ მე ჩემ პროგნოზს გეტყვი. სააკაშვილი პრეზიდენტად დარჩება. ჩემი ესეც მოსაზრებაა სუბიექტური, როგორც თქვენი მოსაზრება იყო სუბიექტური, ასევე ჩემი. ხომ ხო არ კამათოთ, კამათის ფორმა ხო არ აქვს ჩვენ იმას. ესე მოსაზრება გამოთქვით თქვენ, მოსაზრებას ვამბობ მე. არც მე ვალ ორაკული და არც რაღაც ესეც ლოგიკაზე დაფუძნებული არის. წანამძღვრები გამოტოვებული მაქვს, იმიტომ რომ წანამძღვრების გაშლას დაჭირდება 1-2 საათი. ახლა მე რაზე ვაფუძნებ ამას? სიგადაში ქვეტყვი. მე გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილია გავიდეს ჭრდილში, კონსულტანტის მანტია მოისხას, ან პარტიის ლიდერობა მოისხას. ეს არ ჯდება სააკაშვილის ინტელექტში, არ ჯდება სააკალის ტემპერამენტში და თელ მის ნებელობაში. სააკაშვილის ნებელობა, ინტელექტი გამორიცხავს ამ თანამდებობას. ეგ ყოვლის მომცველი პიროვნება და მას პოლიტიკაში ჯერ მაგ სივრცეში ვერავინ ვერ ჯობია. დამეთანხმეთ იმაში, რომ სააკაშვილი როგორც პოლიტიკოსი, მას ბადალი არ მოიპოვება მაგ სივრცეში. ნუ პოლიტიკის ცნებაში რა იგულისხმება, ახლა ამას არ გავყვები, ხომ? ზუსტად მე მიხვდებით რაზე ალა პოლიტიკა სხვა რამე, ფილოსოფოსი არ არის ეგა. მაგრამ როგორც პოლიტიკოსი, მაგას ბადალი არ აყავს. მისი ფონი საოცრად, აი 10 თავით გამოირჩევა ეგ ყველაზე. ანუ მერაბიშვილის ყველაზე. აი ლაპარაკი, ლოგიკა, აი პოლიტიკას რაც ახლა მასებში მუშაობა, ხალხში გასვლა, манипуლირება, ყველაფერი. მოკლედ ნომერ პირველი პოლიტიკოსი არის ეგ. ასეთი კაცი, ასეთი მასშტაბის გავიდეს ჭრდილში. მხოლოდ იმიტომ რომ იცი რა, დასავლეთს რაღაცა დაანახოს და აღმოსავლეთს, მე მგონი სწორი არ იქნება. ამიტომ მე ვიძახი ასეთ რამეს. სააკაშვილი დარჩება პრეზიდენტად, მაგრამ როგორ და რანაირად, აი ეს უკვე ამის დამუშავება მიდის, იმიტომ რომ ჯერ მას კონსტიტუციურად 2013 წლამდე ხელს ვერავინ ვერ დააკარებს. თუ თვითონ არ გადადგა. და ესეც არ ვიცი რატომ უნდა გადადგეს, როცა უკვე როგორც პოლიტიკური პიროვნება მომწიფებული არის და ისეთ ასაკში შევიდა, რომ აეხლა აქვს მას უკვე დიდი გამოცდილება. აქამდე მას ჰქონდა უამრავი შეცდომები. ძალიან შეცდომები. აი ტემპერამენტით შემოდა ემოციური სააკაშვილი ადგილს უქმნებს უკვე დამჯდა რაციონალურ სააკაშვილს. ასეთ პირობებში უკვე მან გაცვალოს და ვიღაცას დაუთმოს ეგ ადგილი, სადაც ამდენი იჯახირა, იწვალა, იტანჯა, ამას იწერს თავის თავზე, ხომ? გუნდი წყავდა მას და ამ კაცის ირგვლივ არის ტრიალი. სააკაშვილის გასვლა ნიშნავს გუნდის დაშლას. მაგას რაღაც ქარიზმა აქვს, როგორც აი გუნდში, როცა პელე თამაშობდა, ტოსტაო და აი ესა გარინჩა და აი ეს ხალხი ძველი. გეტყვი თავარ ამბავს, თანამედროვე ის ავიღოთ. ლიდერი გუნდში, კაპიტანი როცა არის, აწყობილია იმაზე, ხო? და დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. აი ამ გუნდში ეს ერთგვარი ის არის, რაღაცა იმედი არის სააკაშვილი. საერთაშორისო დონეზე ლაპარაკი, არ იჭრება საერთაშორისო ტრიბუნიდან ლაპარაკში, პოლიტიკოსი არის. აი დასავლეთშიც ეგეთი პოლიტიკოსები არიან, აი საჭიროა უნდა მოიტყუო, უნდა დაპირდე, პოლიტიკური ლექსიკონი აქვს მას. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსი არ არის, ლექსიკონი პოლიტიკური მას არ აქვს. ეს უფრო არის მოსაუბრე, უფრო არის რაღაცა ღარიბი ინტელექტის დონეზე მოლაპარაკე კაცი. ეს ვერ ანთებს ადამიანებს, ეს ვერ ააგდებს ხალხს. უბრალოდ მან
ანტიპატია, სიმპათია მოქმედებს და იმდენად ანტიპატიურობა არის უკვე გამოწვეული გარკვეული ჯგუფში მოსახლეობისა სააკაშვილის მიმართ, ამიტომ არიან ბიძინასთან. თორე ბიძინა არანაირად ეს პოლიტიკოსი არის და საერთოდ ვერაფერს ვერ გააკეთებს. მას ლაპარაკი არ შეუძლია. მეხსიერება ღალატობს. ორ ფურცელში ჩაიხედა, ისე ლაპარაკობს, ფურცელი დაეკარგა, ვერ გაიხსენა. ხო უყურებ მაგას. ღარიბი ინტელექტი, მოკლედ ეს ინტელექტი არ არის. შეზღუდული ცნობიერების მატარებელია. მწირი განათლება აქვს. ლექსიკონი ძალიან გაცვეთილი არის. ხო, ქართული დაულაგებელი არის. ინტონაციები პროვინციული არის. სააკაშვილი ამასთან არის მძიმე წონის პოლიტიკოსი. ეს აჯობებს რა, ლაპარაკი გინდა რაღაც აი შეიძლება ორი წიგნი წაიკითხოს, მეტი მისასვლელები აქვს იბო ფლობს ფრანგულ და ინგლისურ ენას და სულ ცოტა ორი სიტყვა რო წაიკითხო ბროშურა რაღაცა იმას დაატრელებს, ამის ნიჭი აქვს ამ სააკაშვილს. ეხლა ასეთი შეძლების კაცი თქვენ როგორ გესაღებად? ეგ გადააბარებს სხვას, წავა პარტიაში და იცი რა, ჩრდილში ოფისში დაждდება და იქნება გენერალური მდივანი და თვალყურს ადევნებს კანონით მინიჭებულ აი პიროვნებები, რომც მოვლენ მერაბიშვილი და პრეზიდენტი, ისინი კანონში ზიან. ამას რა ექნება? კანონი გაუმაგრებს? მას ჩაერევა, ექნება საშუალება ჩაერიოს, თქვათ, პრემიერ-მინისტრის საქმეში, ექნება საშუალება ჩაერიოს პრეზიდენტის საქმეში. პარლამენტური არ არის ჯერ საქართველოს, პრეზიდენტული დარჩება. თუ პარლამენტური იქნება ეგა, მაშინ იქნება გაცვლის ვარიანტი და არ უნდა ამოვაგდოთ ეს ჯელობიდან რუსული ვარიანტი. რუსული არ არის ეგ, მოდი ვთქვათ, ეს რუსებს თავში არ მოსვლია. და არაფერი არ არის საძრახი მან თუ საქმე გამოვა, შეიძლება გაცვლა გამოცვლა. და თავისუფლად შეიძლება მაგალითად შევწიოთ ვანო მერაბიშვილი, თუმცა ამას არავინ არ იძახის, ვლაპარაკობ ახლა ანალიზის თვალსაზრისით, რომ შევწიოთ პრეზიდენტობა ვანო მერაბიშვილს, ვით არც ერთგული ადამიანი, გუნდი შენარჩუნებულია და პრემიერ-მინისტრად სააკაშვილი მოვიდეს და გაძლიერდეს. ამაში არაფერი არ არის რუსული ვარიანტი. დროში ის უწრებდა თორე რაშვაში ეგ რუსებს სულაც არ ვბაძავთ ჩვენ და საერთოდ მიბაძვაზე თუ ლაპარაკი სოფლიოში ყველა ერთმანეთს ბაძავს. ესეც არ მიმაჩნია მე თქვათ მინუსად. თავარი არის საქმე გამოვიდეს. არც ის არის მაგალითად აიხიროს კაცმა, გინდა თუ არა წადი აქიდან. შენ საქმე გამიკეთე და თუ გინდა იყავით წოლობით. საქმეზეა ლაპარაკი და საქმე როცა არ გამოდის, როცა ვცვლით ადამიანს ისეთი ადამიანისგან, რომელიც საერთოდ საქმეს გააკეთებს კი არა, ის რაც არის მოპოვებული დაანგრევს, ამის მოწინააღმდეგე მე ვარ. და ახირება არ არის სწორი. და დღეს ახლა ქართველი უფრო ახირებულია მოსახლეობის გარკვეული ელექტორატი, ვიდრე მაგალითად უფრო დალაგებული. ისი ახირებული არის. აი წინასწარ შემუშავებული აზრი, სიძულვილი გაიბერა და სიძულვილი გაბატონდა ქართულ მოსახლეობის ცნობიერებაში. და ეს მიმართული არის, თქვათ, იმ გუნდის მიმართ, რომელი გუნდიც ასე თუ ისე უზრუნველყოფს მოსახლეობას თუნდაც ყოველი თვიური პენსიით. რაც გამორიცხული იყო შევარდნაძის დროს. შევარდნაძის დროს ფაქტურად მთლიანად მორყეული იყო ყველაფერი და ხელფას არავინ არ იღებს, პენსიას არავინ არ იღებს, პოლიციას ხელფასი არ აქვს, პოლიცია ყაჩაღობის გზას დაადგა და მთელი საქართველოს ფეხზე დადგა. ამიტომ წავიდა შევარდნაძე. თორე გიჟი კი არ არის ქართველიერი. აქ კიდე ახლა მოსახლეობის ნახევარს შეიძლება გულზიდვა ქონდეს სააკაშვილზე. იმ ნახევარს, რომელმაც ფეხი ვერ მოიკიდა ცხოვრებაში და მეტი მოთხოვნილებები დარჩა, მაღაზიები გახსნილია, მაგრამ გრიალებს ერთი ნაწილი, ბოლშევიკური ცნობიერება ყალიბდება. უფრო ბიძინასთან უკვე ბოლშევიკური ცნობიერების ხალხი არის დაჯარებული. და ბოლშევიკური ცნობიერება რას მოგვიტანს ჩვენ წარსულმა დაგვანახა. არ მოდის უკეთესი ხარისხით. ამიტომ კანონზომიერებიდან გამომდინარე არ შეიძლება დაუშვათ ბოლშევიზმი და ბოლშევიკური ცნობიერება, რომელიც სოციალიზმსა და ამიშენებს კოლექტივიზმს. ხომ, ეგ გავლილი გზა არის. გადახედეთ ვინ არის ბიძინასთან, რა ხალხია და ვინ არის ბიძინა. აქეთ შედარებით არის უფრო პროგრესულები, ხომ? მაგრამ ცოტა როგორც თქვენ თქვით, ბევრი ნიშნები, ბევრი ხარვეზებია. ხო და ეხლა როცა არჩევნები კარიყურში მოგვადგა ჩვენ ოქტომბერია და ეს გადამწყვეტია პარლამენტი უნდა დაკომპლექტდეს 130 დეპუტატია თუ არ ვცდები, ხომ? აი ესეთი არის უკვე და 130-დან უმრავლესობა თუ არ შევიდა, ინც კანონს აამუშავებს და მანდ იქნება პროცენტული გადანაწილება, იქნება ყაყანი. პარლამენტი სადაც ძირითადი ბირთვი არ არის ნებისმიერ სოფლიოში, ვერც ვერაფერს ვერ ქმნის. ამიტომ სიჭრელე პარლამენტში არანაირად სწორი არ არის. ეს არ არის დემოკრატიის მაჩვენებელი, რომ მანდ შევიდეს 30 პარტია და იყაყანოს. ესეც განვლილი გზა, გამსახურდიას პარტია იყო ყველაზე დემოკრატიული პარტია, მაგრამ არაფერი არ გაუკეთებია. იყო ყაყანი, ყველა ყაყანობდა, ზოგს ეძინა და იყო ჭყრიალი. მე ნელ-ნელა ეს დაიწყო ისევ და ამაში არაფერი არ არის ცუდი, რომ არის ერთი პარტია. ერთი პარტია უნდა მონაცვლეობდეს. ესე არის ამერიკაში. ხან არის დემოკრატიები, ხან არის რესპუბლიკელები. და სულაც არ არის, ვისაც
წამყვანი ძალა აქვს, აირჩია ხალხმა, ამან განავითაროს ახლა ეს. ჩვენ ისევ ბოლშევიკურად ვაზროვნებთ. ისევ კომუნისტებთან ვაიგებთ თელ რიგ რაღაცებს და ურევთ იმას. ჩემთვის არაფერი მნიშვნელობა არ აქვს იმას, დიახაც ერთი ხაზი უნდა იყოს. ერთი აზრი უნდა იყოს ყველანაირად ეკონომიკაში, პოლიტიკაში და ამის დახვეწა უნდა მიდიოდეს და არა დიქტატურა. ხო და ეხლა მხოლოდ იმის გამო რომ საქართველოში დაუშვათ თენ დემოკრატია შევყაროთ ყველა პარტია 120 პარტია 20 კაცით რა გამოვა რო გამოვა ვიღაცა ხალხო გავაკეთოთ ეს აყრიან კეჭს და ყველა თავისას გაახურებს მოკლედ არაფერი არ დაიძრება ეს გავლილი გზაა და სააკაშვილმა სწორედ ეს გისწავლა არ გამოვა ესე უმრავლესობა ვინც შევა, ყველგან ესეა კანადაშიც, ამერიკაში, უმრავლესობა იქიდან კომპლექტდება. მთავრობა და უყურებს დანარჩენები, აბა რას გააკეთებენ. თუ 4 წელი ვერაფერი ვერ გააკეთეს, შემდგომი არჩევნებით უმრავლესობაში ისინი შეიძლება ვეღარ მოვიდნენ. თუ გააკეთეს რაღაცა საპარლამენტო კანადა საპარლამენტოა, მაგის მაგალითზე გეუბნები, თუ მიღწევები ქონდათ 4 წელი, ისე უგრძელებენ მანდატს. და ესე მიდის წყნარად ცხოვრება კანადაში. არაფერი ყაყანი არ არის და არაფერი არ არის. ეკონომიკა ჩავარდება, ვაცალეთ ამ გუნდს უმრავლესობით კანონების მიღებაში. თუ კანონების მიღებაში ხელი შეუშალე შენიკ და დემოკრატიობანა რა თქმა უნდა პარლამენტში. მე მინდა მუშაობდეს კანონები. და აი აქ ამ ხრივ ცოტა სხვანაირად არის. რაღაც მაგდაგვარი მანდარი და ჩვენ ბოლშევიკური ცნობიერებით უდგებით ამას და თავს ვესხმით თქვათ ნაცნობრობა უნდა გავაკეთოთ სხვა რაღაცაში. რასაც თქვათ დაგყიდა და არაკეთებს, აი მაშინ გავეკიდოთ. მაგრამ რატომ ხარ ერთი პარტია რატომ უნდა იყოსო? ეგ სისულელია, ყველგან ერთი პარტიას მიყავს პარატი. ამერიკაშიც ესეა, კანადა ყველგან ესეა და სადაც მრავალ პარტიულია პარლამენტი, იქ არც არაფერი არ შექმნილა. ხო, თურქეთში სულ ყაყანი იყო, იტალიაშიც ყაყანი იყო, დაიშლებოდა ისევ. კანონები არ გადიოდა. ეს ჩემთვის მინუსი არ არის. ამიტომ, როდესაც ახლა ოქტომბერი მოდის და ვივანიშვილს აქვს ბიძინას იმედი, რომ დიდი უმრავლესობით ეგ მოვა და დაუშვათ ფანტაზია, დიდი უმრავლესობით მოვიდა ეგა. ესეც რას გამოიწვევს? დიდი უმრავლესობით მოსული კაცი, თქვათ, აი, გაიმარჯვა, დაუშვათ ეს. გაიმარჯვა დიდი უმრავლესობა, 70% შევიდა ბიძინა, ოცნების საქართველოს. შევიდან კურტანიძეები, თათქარიძეები, მერე კლიმიაშვილები და ვინ არიან კიდე, ხალამპრე, აკვირინე და დაიწყო ახლა ამან ბერძენიშვილები კიდე. და პრემიერ-მინისტრად ვინ წავა? იქ იქნება ომი. ეს ამის გარანტიას მიცემ ნებისმიერს. იქ ისეთივე ომი წავა, როგორც გამსახურდიას ქონდა, გისგავდა გამსახურდია. გისგავდა რა, ეს პარლამენტი არ იყო მაშინ. ეს იყო ხალხის მიერ არჩეული, ხომ? არ გაამართლა, მაგრამ ცხოვრება არ მიდიოდა და იყო ერთი წელი სტაგნაცია, ყველანაირი. ქაოსი იყო, ცნობიერები, დემოგრაფიული, მაშინ დავკარგეთ სულ ყველაფერი, დაწყებული ედიკათი დააგვირგინა ამ კაცმა, ხომ? და გაგრძელება საერთოდ ბოლოს წერტილი დაესვა და დამშვიდა საქართველოს, რა თქმა უნდა, ჩამოჭრილი ტერიტორიებით, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ტერიტორიები, რომელიც მუდმივად კონფლიქტს იწვევს. ეხლა ეს აღარ არის. თავის ატკიებელი სააკაშვილს არ აქვს. ეხლა არის ცხოვრება, როგორი ცხოვრობს ქართველმა, ვინც დარჩა საქართველოში, ელემენტარული და არ იფიქროს გამუდმებით პურის ამაზე, ხო? და აი ეხლა ჯერჯერობით გადაწყვეტილია პრობლემა, პენსიები რიგდება, ხო? ყოველ არ აგვიანებენ, ხელფასები არის. აგერ ახალგაზრდა მუშაობს 900 ლარი აქვს. 24 წლის ბიჭს 900 ლარი აქვს. პირობები შექმნილი აქვს, მაგის ასაკში მე 900 ლარი კი არა. გატყავებული დავდიოდი, ასათი მანეთი მქონდა, ხან ერთ ინსტიტუტიდან, ხან მეორეში და ცოცხლით ხვეტავდი იმას კაპიკებს, ხომ? გაძაღლებული ის მქონდა. და იქ ვიხარჯებოდი ინტელექტუალურად ყველანაირად. აგერ ახალგაზრდა კაცი მუშაობს 900 ლარად 24 წლის ასაკში და ეს დიდი მიღწევა არის. ხო, აი მაგალითები რამოდენიმე არის, ხო არის, მაგრამ ჩვენ დროს არ იყო ეგ, გამორიცხეთ. ახალგაზრდას ჩვენ დროს არაფერი არ ქონდა. ახალგაზრდა რომ მუშაობდა ჩვენთან 900 მანეთი კი არა, 80 მანეთით იწყებდა უნივერსიტეტი დამთავრებული. დაამთავრა თქვა ნუგზარ ბატონმა ლეჟავამ უნივერსიტეტი. დაიწყო სკოლაში მუშაობა. 80 მანეთი. კაცი გაწამებული დადიოდა ავტობუსით. ხო, სკოლის დირექტორას როგორც იქნა მიაღწია 120 მანეთი. 160. მორჩა. კაცი ვერ მოიპარავს ახლა დიპლომებს და იმეებს, ხო, ყველა ხო არ არის უნამუსო. ხო, ეს იყო მისი ხელფასი. ეს არაფერი არ არის. გადახედეთ მე რა პირობები იყო მაშინ. ეხლა დღესდღეობით უკვე როცა ახალგაზრდა იწყებს ცხოვრებას და გაქანება აქვს, აგერ 900 ლარიანი. ჩვენთან 27 წლის ბიჭები 20 წლამდე ქუჩაში იდგნენ. ხო, ქუჩაში იყვნენ 30 წლამდე, 40 წლამდე. ვინც მუშაობდა, სულ ტყუილა ყანყალობდა. ფეხსაცმელსაც ცვეთავდა და მას არაფერი არ ქონდა. არაფერი. და დღეს მაინც ნახე ზოგიერთებს რა თქმა უნდა ყველას ახლა არ ეკნება, მაგრამ ის ფაქტი რომ ჩაწყობის გარეშე კაცი მუშაობს, ანაზღაურება იმდენი აქვს ჯერ ამ ეტაპზე რომ თავის მაინც ხედავს იცით. მოდის, არ არის დამოკიდებული დედაზე, არ არის დამოკიდებული მამაზე,
მარტო სივრცეს გულისხმობ, ხო და მე უკვე. ნახეთ, მე შეიძლება მეტი მოვიდეს. და ივანიშვილს ახლა უნდა ესე იგი შემოვიდეს უმრავლესობით და რით დავაკომპლექტოთ ეს მთავრობა. აი როგორ, მოდიან ვინ? აბა გადახედეთ ვინ არის. რა ხალხი არის? აი გავეცანი მაჟორიტარებს, გვარებს, ახლა ყველას ხო ვიცი რომ საქართველოში ჩვენ. ქართველი კაცმა ყველა იცის, მე მით უმეტეს ჩვენნაირი ხალხი, რომელიც ადევნებს ყველაფერს თვალყურს და სწავლობს და იცნობს. პატარაა საქართველო როგორც თქვენით. აი რა ხალხი მოდის და ვინ არიან, რა უნდა თამათ. ესე იგი ბუნებრივია რომ მივცეთ ეს სტიქიურად მივცეთ ამის უფლება, მართლაც ხალხს და ჩავაბაროთ თავრობა ეს დიდი დანაშაული იქნება. დიდი დანაშაული. დემოკრატია ის კი არ არის რომ მოდიოდეს რეგვენი და რაკიღა დემოკრატია ვარ, მე რეგვენი გაუშვა სათავეში. თქვენ მანქანის საჭესთან, თქვენ ბავშვს დასვამთ. რა მოსიყვარულე მამა იქნებით თქვენ რომ საჭე გადააბაროთ მას? თქვენ შვილს მაშინ გადააბარეთ საჭეს, რომ დაარწმუნდებით, რომ შემცვლელი არის თქვენი. იმიტომ რომ საჭეს მართვა საჭირო უხიფათოდ გადაადგილდეთ მანქანით. ასევე, ეხლა ვინც მოდიან, აი ვინც მოდის ეხლა ამათი გამარჯვება. ხო? ეს ჯერ ერთი არც უნდა დაუშვა. და არაფერი ამაში არ არის პირადად ჩემი აზრით ვლაპარაკობ ეხლა. ხო ეს მაქვს უფლება გამოთქვა ჩემი. არაფერი არ არის ამაში ის მიუღებელი რომ ყველა საშუალებები დაბლოკო, თქვათ, ხალხი. და ექსპერიმენტები ვატაროთ საქართველოში, გავიარეთ ეგ. ექსპერიმენტის პერიოდი იყო 90-იანი წლებით, 11-10 წლები, ხო? აღარ არის საკმარისი ეგ კაცო. დამთავრდა. ეხლა ჩვენ გვინდა თვისობრივად, ხარისხობრივად უკეთესი თაობა და არა უკან კურტანიძეები, ასანიძეები, შემდეგ ვინ არიან კიდევ მეღვინე თუხუცესები, დონა გაფრინდაშვილები, გადახედეთ და ქეთი დოლიძეები. ეს რა ხალხია კაცო? რა თქმა ესა? აბა მამას ყოლოდა ახალგაზრდები უფრო უკეთესები ვიდრე სააკაშვილს აყავს. მე დავდგებოდი მაგის მხარეზე, თქვა თეორიულად, ლოგიკურად და ფილოსოფიურად დავდგებოდი მხარზე. ვინ მოგყავს? შენ ვინ ახარ? რა გინდა? და აქ ეხლა ის საშუალებები, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს უხეში მეთოდები და ვიღაცა იტყვის ეს როგორ შეიძლება? რა ვქნათ აბა? ჯოქს მივცეთ უფლება, საღორეში ღორებს მივცეთ უფლება, სახში შემოუშვათ? ღორები ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ, ხო? ხო, უხეშია შედარება უკაცრავად, მაგრამ ჯერჯერობით დიდი ინტელექტი რომ მოდის და ამას ვიღაცა ღობავს, ეგ ძალიან ძნელია. კომუნისტები მაგალითად სათავეში რომ მოვიდნენ, რეგვენები მოვიდნენ და ინტელიგენტები გადაყარეს. შემდეგ უფრო და უფრო დებილებს უხსნიდნენ გზას. ეს აღაშფოთებდა ჩვენ ინტელიგენტებს, ხო? მართლაც უწიგნური შევარდნაძე მოვიდა. უწიგნური შევარდნაძე ბრძანებებს აძლევს აკადემიის პრეზიდენტს, რომელიც არის განათლებული კაცი. კაცმა არც რუსული იცის, არაფერი არ იცი, ფერშალი კაცი, საშინელებაა, ხო? მერე ბნელი ხელოვნებაში მითითებებს გაძლევს როგორი კინო უნდა გადაიღო. თუ რაღაცა არ მოეწონა, ეს ამოჭერი, ის გააკეთე. ესეთი რამე ხომ არ არის. ასე რომ მან აღშფოთდებით რომ დებილმა როგორ უნდა წარმართოს ჭკვიანი კაცი. ჭკვიანმა უნდა წარმართოს დებილი, რათა კარგად იყოს დებილიც ჭკვიანის ხელში. და ეხლა ჭკვიანები მოდიან და დებილებია სათავეში? ეს როგორ შეიძლება ეგეთი რამე, მეგობრებო? ეგ მაგას უნდა აუჯანყდეთ ჩვენ. მაგრამ მე ვერ ხედავ რომ მოდის უკეთესი. ქეთი დოლიძე უკეთესი არანაირად არ არის. ქეთი დოლიძე ნამდვილად არ მინდა. ხო ვიცი ეგ ვინ არის? ანუ ლევან ბერძენიშვილი, დავით ბერძენიშვილი, უსუფაშვილი, დინა ხიდაშელი. გადახედეთ რა ხალხია ეგენი. ხო უსმენთ არა? ამას წინათ მაესტროზე ხო უსმენდი ვანო მერაბიშვილის გამოსვლა, კომპოზიტორად რა კარგად იყო აგებული. ახლა იძახიან ოპოზიციაო და დახურავდა მართლაც გადაჭარბებული არაფერს არ დახურავენ, იმიტომ რომ იმ ტელევიზიით ახლა ვანო მერაბიშვილი დაჭდა. მერე მოვიდა ლევან ბერძენიშვილი და ბევრი სისულელები მოდიალა. აერდაერია ვანო მერაბიშვილის მაგივრად იძახა ბიძინა გასასამართლებელი არისო და 4-ჯერ ახსენა ეგ. კაც მეხსერება მოღალატა. და ეგ რა ვიცი გაშაყიდა. მერე მოდის გოგა გაბაშვილი და ისეთი ძლიერი ლოგიკით, ხაპასხუპით შეკრა ყველაფერი, ჟურნალისტმა ვერაფერი ვერ წამოაცთევინა. იმან გაამაგრა თავისი გუნდი. ამან ვერ დაიცვა, ვერც ბიძინა დაიცვა, ვერც ოცნება დაიცვა. პირიქით, ირიბი გზით ბიძინა გააშაყირა. აი რა ცუდია, როცა განათლებაზე პრეტენზია გაქვს. ფაქტიურად, როდესაც ივანემ მოიხსენა ბიძინა ივანიშვილმა მერაბიშვილზე მოაზროვნე კაციო, როგორ არის მოაზროვნე ეგაო? აგიშტა. ესე იგი, ამით ირიბი გზით უთხრა, გამოშტერდა ჩვენი ბიძინა. არასწორად მოაზროვნე, ჩემთვის ეგელიაო. რატომ არ არის ადამიანი მოაზროვნე? მოაზროვნე ადამიანი, ჰომო საპიენსია. გაჩნდა რა, ღმერთმა გააჩინა ადამიანი, ყველა მოაზროვნეა. არის პატარა მასშტაბის, დიდი მასშტაბის, არის არასწორი აზროვნება, სწორი აზროვნება, მაგრამ მოაზროვნეა. ვანო მერაბიშვილი მოაზროვნეა. ჰეგელი თუ მოაზროვნეა, რა გამიგეთ ჰეგელი, მაგრამ ჰეგელი აქვს თავში ყველას. ჰეგელიდან მარქსი, ლენინი და სალინი მივიღეთ. და ეს თქვა ლევან ბერძენიშვილმა, გაუცდებით რა პირდაპირ და
არ უკვირდება საუბარს 4-ჯერ იძახი გვარს შენი პარტიის ლიდერისას, რომ უნდა გასამართლეს სტრასბურგი ტყავი გაძვრება, დედაეტირება 4-ჯერ. სულ ცოტა 3-ჯერ დავთვალე. არავინ არ გაუსწორა. არც თვითონ არ თქვა, რომ ლაფსუსი მომივიდა. თორემ არ უსმენ რას ლაპარაკო. ერთხელ წამოგწდები ახლა ლაფსუსი ნიშნავს ზეპირ მეტყველებაში შეცდომა. ეს ვის არ მოსულია. მაგრამ გასწორება შეიძლება იმ წუთში 3-ჯერ რო იმეორებ, ლაფსუსი აღარ არის. შენ მეხსიერება გაღალატობს და შენ ხლა სად მოდიხარ? რა დროს შენი პოლიტიკა არის? წადი რა, ინსტიტუტში ხარ, კლასიკური ენები იცი, მეტი რა ბერძნული თარგმნე, სტუდენტებს ასწავლე ლიტერატურა. ასწავლე რა ოიდიპოსის ისინი გაარჩიე. რა კიდე ზიხარ, რა გაუთავებლად ზიხარ და ვინ დაგსახა ბძენად. მიახსენეთ ყურადღებას ხომ? როგორ იყო შეკრული კომპოზიციურად გადაცემა. ჩემი მოსაზრება ასეთია. ესე იგი, სააკაშვილი არ დათმობს პოზიციებს და მე ამაში ცუც ვერაფერს ვერ ხედავ. შეიძლება გაგიკვირდეთ. ეხლა ვიღაცას ნერვები აეშლება, რა გიჭირს შენ სხვაგან ცხოვრობ. არა, მე ლოგიკას მივდევ, აზროვნებას, ღმერთს და მთელი თეოლოგიას. და არაფერი არ არის მაგაში ცუდი, მაგას აქვს რაღაცა დანიშნულება. ეს სანამ არ მოიწურება, მანამდე არ წავა. არც უნდა წავიდეს. იმიტომ რომ ღმერთიდან თუ არის განწესებული კაცი, იმას თოფებითაც რომ მიადგე, ვერაფერს ვერ დააკლებთ. ვერ დააკლებთ, ხო, დააკლეს სტალინს რამე, მთელი სოფლიო იძახდა რომ დიქტატორი იყო. გარკვეული გავლის დროს ღმერთმა ინება ესე, როგორც ის გარდაიცვალა, მერე წავიდა ნელ-ნელა უკვე ლიბერალიზაცია. მაგრამ ვერაფერი ვერ დააკლო სტალინს პირიქით, თანამშრომლობდა ამერიკა, თანამშრომლობდა ბრიტანეთი და თავიდან ბოლომდე უკანტურებდნენ თავს. ისტორია ამას გვეუბნება. ასე რომ ომიც თუ წამოიწყეს, გიტლერისა და სტალინის გათამაშებული იყო ექსისულელეები. ამასაც თავისი თეოლოგიური ახსნა აქვს, რატომ ხდება ეს. და ეხლა სააკაშვილი პირველი და უკანასკნელი არის თუ რა? სააკაშვილით მიდის ცხოვრება თუ ნაცმოძრაობით. ცხოვრება არ მიდის რომელიღაც ადამიანებით. დედამიწას არ ატრიალებს პარტიები, ზე არავის არ ამოყავს, არ ჩაყავს. სამყაროს კოსმოს პატრონი ყავს და ის მოქმედებს ყველაზე და სახელმწიფოსაც ისაყალიბებს, თუნდაც ჩვენთვის მიუღებელს. თუნდაც ჩვენთვის ყველაზე ოდიოსურ იმას გაგვიბატონებს. ნუ ისრაელის ისტორია თქვენ ჩემზე კარგად იცით. აი უკვე ახლოვდება ოქტომბერი და კერძოდ ის რომ რუსული ვარიანტი არ გამეორდება. მე თავ შევიკავებ. მე უშვებ თავისუფლად, შეიძლება ესეც იყოს საქმის გამოსასვლელად, ესეც უნდა იყოს. მთავარი ჩემთვის არის საქმის გამოსვლა. საქმე, ესე იგი, სუმცირე. შენარჩუნდეს წესრიგი, შენარჩუნდეს პირობები, ახალგაზრდის ამაზე უარესი არ უნდა იყოს რაც არის. ის რომ ადამიანებში არ ხდება ცვლილება, ეს მთავრობის ბრალი არ არის. ადამიანია ზარმაცი. თორე დღეს დაყრილია წიგნები, დაყრილია ბიბლია და არავის არ უკრძალავენ წიგნების კითხვას. და მე მოვესწარი იმას, რომ მიკრძალავდნენ წიგნების კითხვას, მიკრძალავდნენ ღმერთზე ლაპარაკს. პირდაპირ გაგებით. საზოგადოება, ოჯახი, ნათესავები და სახელმწიფო დონეზე. სახელმწიფო დონეზე როგორც სტუდენტს მე მეკრძალებოდა ნიჩსეს წიგნებზე, რამე გვარი მეთქვა შოპენჰაუერი, ხო, კირკეგორი, მაქს შტირნერი და ასე შემდეგ. ესენი გამოცხადებული იყვნენ ფროიდი და ასე შემდეგ ფსიქოლოგი. ესენი გამოცხადებული იყვნენ როგორც თქვათ მტრების საბჭოთა კავშირსა და თუ მე მაგას წავიკითხავდი, მე პრობლემა მექნებოდა. და ამიტომ გადავბარგდი მე იატაკქვეშეთში. და იქ ვიღებდი განათლებას, ორი განათლება. ესეთი რამე დღეს არ არის. დღეს არავის არ დასჯიან, იმიტომ რომ კითხულობს ფროიდს, კითხულობს შოპენჰაუერს, კითხულობს პლატონს, არავინ მაგაზე არ ისჯება. არავინ. სამწუხაროდ, არავინ ამას არ კითხულობს. ამას რო არავინ არ კითხულობს, მარაგი აქვს საბჭოური განათლების და აქედან არის ეს არეულობა. და არადა ღმერთმა გახსნა ეგ. აი ეგ გახსნა ღმერთმა. სხვა რამე ნამდვილად არ არის, მაგრამ ერთი რამე ხო არის. შემეცნებისთვის არ იკრძალება არაფერი. არც ლიტერატურა, არც კომპიუტერია დაკეტილი, ხომ რომ ადამიანმა მიიღოს ისეთი განათლება, რომ უკეთესი ყოფიერება აიშენოს. არავის ეგ არ უნდა და ისევ ძველი კატეგორიებით გადაგდება უნდა მთავრობის. რა არის ეს მეგობრებო? დღეს რას მოვესწარეთ? ძლივს მოვესწარეთ იმას, რომ რაც გინდა უყურე ტელევიზორში. რამელი ფილმიც გინდა, არ იკრძალება არც ერთი მხატვრული ფილმის ჩვენება. თუნდაც პირველ არხზე, რუსთავი 2-ზე, რა ფილმებს აჩვენებენ, აქ არ გადის ეგ ფილმები. წიგნები? ოღონდ რამე იკითხე. ვინმე დაუჭერიათ, რატო კითხულობ წიგსო? ჯერ რაც მე დავტოვე საქართველოს და უყურებ, მან არავინ არ არის დაჭერილი მხოლოდ იმიტომ, რომ კითხულობს საზღარ დასავლურ წიგნებს. პირიქით, იდევნება და იტანჯება ის კაცი, ვინც ძველ განათლებაში ზის. ის ხალხი არის დაჩაგრული. იმას დასდევენ. დღეს პირიქით ხდება. დღეს არის საშინელი ტერორი იმ ხალხზე, ვინც საბჭოური განათლებაში ჩარჩა. არ არის ასე? და ვის ფლობს იმ განათლებას, რომელიც დასავლური არის, რელიგიას დასავლეთში რაც არის
თუ გინდათ რელიგიური სიჭრელი, თქვათ ბუდისტი ხარ, არც ეს გეკრძალება, შენთვის იყავი ბუდისტი. სახელმწიფო ამას არ კრძალავს. ხო, ანტი მართლმადიდებელი ხარ, არც ამას გიკრძალავს სახელმწიფო, მართლმადიდებელი რატო არა ხარ, არავინ არ დაუჭერია სააკაშვილს. ეგ სხვა რაღაცა, საზოგადოებაა დაავადებული. საზოგადოება არის გაზარმაცებული. და იმის მაგივრად რომ გამოგვეყენებინა ის კორიდორი, შემეცნებიდი გნოსეოლოგი კორიდორი, რაც ღმერთმა დაუშვა საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენ აქ სიზარამაცე ავიფარეთ. კაციშვილი არაფერს არ აკეთებს. ვის დავაბრალოთ? მთავრობას? მითხარით. მე რაც არ მივცემდი ჩვენ დროს, აი ესეთი სივრცე ყოფილიყო. რატო მინდა იქ რევოლუციები და გაუნათლება მიიღოს მასიურად ხალხმა და ამაღლდება შეგნება. და ინსტიტუტებში ხომ არ არის განათლება, დამატებით წიგნები იკითხე. მე შედალოცილო. ამ მართლმადიდებლობის გარდა სხვა არ არის რელიგია. თუ ღმერთი გიყვარს, 1000-ნაირი ღმერთი არის, ხო? სიტყვაზე ვიძახი. რა ერთადერთი მანდამაიც მართლმადიდებლობა მე კი იყოს ბატონო მართლმადიდებლობა. რადგან არ შეიძლება მაგის სრულყოფილებამდე დასვლა და მართლმადიდებლობაში არ მივიდეს ისეთი ახალგაზრდები, რომელმაც არაფერი არ იციან. ხო, სკოლაში ოროცნები შედიან სასულიერო სემინარიაში. რომ მან უნდა მიდიოდეს ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა. ეხლა ვლაპარაკობთ. ყველაზე მწოდნე, აი უნივერსალური მწოდნე, ფიზიკაც რო იცის, ბიოლოგიაც რო იცის, ყველაფერი. მან მიდის ხალხი, რომელიც აი სკოლაში ვერ სწავლობდა და შეაფარა თავი სასწავლებელს. გამომანდა და მღვდლად მომევლინება. როგორ გეკადრებათ მეგობრებო? ეს არ არის არაფერი კავშირში არ არის ქრისტესთან კაცო. შენ იყავი რაც გინდა იყავი. მაგრამ ქრისტე გიყვარს? ბიბლიას კი კითხულობ? განათლება მიიღე? იყავი რაც გინდა, სიტყვებს კი ნუ გავეკიდებით ახლა. ეს იქნები, ის ფორმებსაც ნუ გავეკიდებით. ფორმები ეს შინაარსის ამსახველი უნდა იყოს, ხო? და შეიძლება თავარი შინაარსი გქონდეს მე. თორე რა მნიშვნელობა აქვს ფორმას? ჯერ ქრისტემა თქვა ეგა. შინაარსი თუ მგელი გაქვს, ცხვრის ტყავი და ფორმა რა დგინდა? თავარი შინაარსია. ცხვარი გარეგნულად შინაგანად კაცებელი მგელი. და შინაარსია სწორედ მგელი და ფორმა კი ცხვარია. ეს ფორმა შინაარსედაც ქრისტემაც კარგად აღვიხსნა რა არის ფორმაში და მარქსისტული ფილოსოფია აქ ძალიან დიდ შეცდომებს უშვებს, როცა ფორმა შინაარსის პრობლემას ისე წარმოაჩენს, როგორც ეს წარმოჩენილია დიალექტიკურ მატერიალიზმში. და მე ვფიქრობ შემდეგს, დარჩება ყველაფერი ისე, როგორც არის. ვანო მერაბიშვილი, მე ვერ ვიტყვი ახლა რომ გაცვლიან თუ არა, ეს პოლიტიკა არ უნდა განაცხადო წინ და წინ არაფერი, ეს სწორიც არის, ნერწყვები უნდა მოადინო ხალხს, ეს სწორი პოლიტიკაა, როდესაც სურპრიზებიც უნდა გქონდეს პოლიტიკოსს. და არა აქედანვე ორი თვით ადრე გითხრა, იცი რა იქნება, როგორ იქნება. აი პოლიტიკოსი რომელიც ყველაფერს წინ და წინ იძახის, ის პოლიტიკოსი არ არის. და ნახეთ ერთ-ერთი სურპრიზი, არავინ არ ელოდა ვალო მილაბეშვილი, ლაც და პრემიერ-მინისტრი. აი ეს პოლიტიკაა. მაგ სივრცეში ამართლებს. ამერიკას არ ვბაძოთ ჯერ, არ არის საჭირო. ჯერ ავმაღლდეთ. ასე რომ, აქედან გამომდინარე, მე შემიძლია ვთქვა, რომ კიდე შეიძლება სურპრიზი განმეორდეს მოსახლეობისათვის და მოხდეს ესეთი რამე, ვანო მირაბიშვილი ადგილს უმზადებდეს სააკაშვილს შემოსასვლელად. და ვანო მირაბიშვილი გადაინაცვლოს სააკაშვილის ადგილზე. ესეც ცოტა პროცენტს დავტოვებ, მაგრამ უფრო ფანტასტიკური, რასაც ახლა მე ვიტყვი, ის არის რომ პრეზიდენტად ისევ სააკაშვილი უნდა დარჩეს. თუ როგორ გაკეთდება ეს, ერთი წელია კიდე დრო. ერთ წელში შეიძლება ისეთი სამუშაოები ჩატარდეს, რომ ხალხმა დატოვოს ეგ. ყველაფერია შესაძლებელი. მოითხოვოს ხალხმა და შეიცვალოს კონსტიტუცია კიდე რაღაც დამატებებით და პრეზიდენტი დავტოვოთ 4 წლის ვადით ან 5 წლის ვადით. მით უმეტეს ეხლა არის მისი გაფურჩვნის ხანა, მისი გუნდის, რომლებიც კიდე არხანს იქნებიან როგორც პოლიტიკური ლიდერები საქართველოს იმათ. თუ ამას მერე ამასობაში წამოეწია ძლიერი ახალგაზრდობა, რომელთაც აქვს კარგი საშუალებები მიიღონ კარგი განათლება, კარგი რწმენა, სწორი, ბიბლია რომელიც ესე უხვად იბეჭდება უკვე, ყველა სახში შეუძლია და არ იკრძალება, არ არის ეს ისეთი რამე რომ ვინმე თავში გირთხას. აი ადამიანებმა თუ დაეწაფა ამას, დამიჯერეთ უკეთესი მოვა ვიდრე სააკაშვილის გუნდი არის. მაგრამ სააკაშვილის გუნდი უკეთესია ვიდრე შევარდნაძე იყო. ეს ახლა ამის არ დანახვა არის სიბეცე. ხარვეზები კი ყველგან იქნება. ხარვეზები არის კანადის პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ამერიკაში. აღარ ცხოვრობ. მოქალაქე ვარ და იურიდიული იმას ვიცნობ და ყველაფერი დღეში კი არ ვზივარ. არაფერი სრულყოფილი აქ არ არის ეს დონეზე, მაგრამ წესრიგი და რაღაცა სიმშვიდე სიწყნარე შენარჩუნებულია და აი საშუალება აქვს ადამიანს თავისი ნიჭი გამოამჟღავნოს. აქ არავინ არ არის დაბოღმილი. იმიტომ რომ თუ ნიჭიერი ხარ, გზა გახსნილია. ვიზე დაიბოღმები რო? და საბჭოთა კავშირში იბოღმებოდი. ერთაფაში იყო ყველა, ნიჭიერი, უნიჭო. პირიქით მეგობრებო, გახსოვთ ალბათ
ესეთი რამ, რომ საბჭოთა კავშირში იმდენად დირექტორი, იმდენად დებილი იყო, რომ უფროსობდა მასწავლებელს, რომელიც აღმატებული იყო ცოდნით. ეს არის საშინელება, როცა დირექტორი შენზე გონება შეზღუდული არის. დღეს ხო ესეთი რამე არ არის. დღეს ახალი ისწავლე, ჩემო კარგო, ნერვები აღარ აგეშლება, არ უნდა იბოღმებოდეს ადამიანი. რატო იბოღმება დღეს ადამიანი, ვთქვათ, სააკაშვილზე? იმან მეტი იცის, ვიდრე მაგალითად ქეთი დოლიძემ. არ მითხრათ რო არა. რა, ჭკვიანი არის ახლა ბიძინა მაგაზე? თუ ისა მოჭიდავეები რო არიან კურტანიძეები, ისინი არიან გოგა გვაღბაშვილზე ჭკვიანები. თუნდაც ვანო მერაბიშვილზე. ვანო მერაბიშვილი რატო არ არის ჭკვიანი? თავიცი, მე სისულელე ვერსად ვერ ვნახე მაკაცის რა, განათლება რა აქვს? რატომ არ აქვს განათლება? აქვს. დამისახელეთ გუნდში კაცი, რომელიც აიცი რა არის, გაუნათლებელი, დებილი და უგანათლებულესი დაჩაგრული არის დაბლა. მე ვეძებე და ვერ ვიპოვე. თუ თქვენ მიმეთითებთ, გავჩერდები. მე ვერ ვნახე. იმიტომ რომ თუ ამას აკეთებს სააკაშვილის გუნდი, ამიშენებს საბჭოთა კავშირს ისევ. საბჭოთა კავშირში იყო ეგ. ჭკვიანები დაბლა, დებილები მაღლა. ხო, დებილი დირექტორი, ჭკვიანი მასწავლებელი. დაჩაგრული და დაბოღმილი მოდის სკოლაში. და იცის რომ სისულელეს იძახის დირექტორ. მართლაც მოწაფეები ღადაობენ დირექტორზე. არაფერი არ იცის. დებილია, ვერც ლაპარაკობს. რამდენი იყო ესეთი სკოლაში დირექტორი? მაგრამ მაშინ იდეოლოგიიდან გამართლებული იყო. იდეოლოგიის ფილოსოფია ვინც იცოდა რატომ იყო დირექტორი სათავეში დებილი. გონება შეზღუდული და გაუნათლებელი. წიგნებს რო არ კითხულობს და შენ თავისუფლად განათლებული მასწავლებელი ხარ და შენი მას ბოღმა აქვს და დისიდენტად აღიქვამს, გავიწროებს და ბოლოს გაგაგდებს. ახლა ინტელექტუალური დონით სააკაშვილს არავინ არ გაუგდია. აი, ჭკვიანი ხარ და იმიტომ გაგდებ. ესეთი რამე არ არის. ეძებს ის პროფესიონალებს და ვინც ჭკვიანია, მოხდება მასთან. ხო? და თუ ვაგონი ისეთი სისწრაფით არ მიდის, როგორც ამერიკა და კანადა, ვაგონი მატარებელი, ცხოვრების მატარებელი, ეგ არ არის ერთი პარტიის ბრალი. ეგ მთელი საქართველოს ცნობიერების ბრალია, რომელიც ყიამეთში არის ისევ დაუბრუნდა წარმართულ რელიგიას. წარმართული რელიგია გაბატონდა. მართლმადიდებლობა კაცშვილმა არის ეს, რა რელიგია არის? რისთვის არის ეგ საჭირო? ეგ გაიგივდა ქართულ კულტურასთან, საქართველოს დაცვასთან და ილუზია არის იმისი, რომ სააკაშვილის მთავრობა ანგრევს საქართველოს და საქართველოს ინახავს მართლმადიდებლობა. ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ესე კომუნისტებიც ინახავდნენ ქართულ კულტურას. დავტოვოთ მაშინ კომუნისტები. საქართველოს უფრო აღორძინდა კომუნისტების პერიოდში. ძეგლებსაც იცავდნენ, ქართულ ენასაც იცავდნენ ბოლოს, დავდექით, დავიცავით და შევინარჩუნეთ. ხომ? ხომ იყო ასე? და რა ვიკითხათ ეგა, რომ მარქსიზმი იცავდა ქართულ კულტურას და თუ მარქსიზმი არ იქნება, დაიღუპება ქვეყანა. ან კიდე მართლმადიდებლობა იცავს ქართულ კულტურას და თუ მართლმადიდებლობა არ იქნება, სააკაშვილი დაუყავს ქართულ კულტურას. ვინ გითხრათ ეგა? ეგ არის სიბეცე ცნობიერებაში. ამიტომ ერთადერთი დაუშვა ღმერთმა, ჯერ მეტი არ გვაკადრა. ჯერ ღირსები არა ვართ, ერთადერთი. გაუნათლებელ ქვეყანაში შემოიტანა გნოსეოლოგიური სინათლე. დაყრილი არის წიგნები კომპიუტერის მეშვეობით და საშუალებაც აქვს გამოიწეროთ წიგნები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. და ეხლა ეკონომიკა, ხელფასი, ეგ მე იქნება ეგა. თუ ცოდნა არ დაახვედრი ამას და ეს კარები დაკეტილი იყო, ეხლა გახსნილია, თუ არ დაეწაფა ხალხი ამას, თუ არ ისწავლა, როგორ მოვა უკეთესი ხალხი? როგორ მოვა, მეგობრებო? არავინ არ სწავლობს არაფერს და ამას ხო არავინ არ გვიკრძალავს ეხლა ჩვენ. ინსტიტუტებს შეესია ხალხი, მაგრამ ამას გარდა ხო საჭიროა კიდე სხვა დამატებითაც იკითხე რამე. მე ინსტიტუტშიც გულწრფელად სწავლობ. ჩაუღრმავდი ის საგნები, რა საგნებია, ჯერ საერთოდ შესაძლებელია სასწავლო სისტემა საქართველოში. ყველაფერი არის მარქსისტული მეთოდით ჯერ სახელმწიფოებრივი. და ეგ მაშინ შეიცვლება, როცა ქართველის ცნობიერება გამაღლდება და შემოვა იმაში იდეალისტური განათლება, კარგად გაეცნობიან ჯონ ლოკის, იუმის, ბერკლის და ამის შრომებს, კანტის, ბოლოს და ბოლოს ეგ ყველაფერი დავიწყებულია მანდა. ხელოვნება, ლიტერატურა, სულ ყველაფერი ჯერ აი ისია რა, არ უნდა ადამიანებს ამის კითხვა. ახალგაზრდებს არაფრის კითხვა არ უნდათ. და თუ აგერიგერ ვინმე კითხულობს, და გამრავლდება ეგა და შემდეგ მოვა მთავრობა, რომელიც უკვე საზოგადოებაც განათლებული იქნება და დღეს საზოგადოება დაგვიტოვა საბჭოთა კავშირმა. საბჭოთა ნომენკლატურამ დაგვიტოვა ის საზოგადოება, რომელშიც დღეს ვიმყოფებით საქართველოში. და არის ჭიდილი ამასა და ახალგაზრდებს შორის. ახალგაზრდები, რომლებიც ასე თუ ისე დასავლური რაღაცა დენი აქვთ, განათლების რაღაც ისე ენები იციან. მე ენებიც ცოდნა რატოა, კაიცი? სხვა წყაროებსაც წაიკითხავ რა, წაიკითხავ და ვინც ინგლისური იცის, იმასთან ლაპარაკი კიდე მოსულა რა, ის გამიგებს. და განსხვავდები აი ქეთი დოლიძისაგან, ქავთარაძისაგან, რომელიც არის დამყაყებული ცნობიერები, რეზო ამაშუკელისაგან, ლევან ბერძენიშვილისაგან.
გას. ლევან ბერძნევის პროფესორობა ეს წითელი პროფესორია. ეს არის იდეოლოგიზირებული, ჩაწყობით, მამაძაღლობით, ნამუშევარი ოფლით და იმით და კაცი ვერ ლაპარაკობს, ვერ აზროვნებს. ხო, ამის დემონსტრირება იყო აგერ ჩართეთ ისა რა. ჯერ შეიძლება ესე ილაპარაკო, პრემიერ-მინისტრზე. განათლებული ჯოგი მაგ გასაგებია. შენ რა მაგალითს აძლევ ჯოგს? გამოდი და ინტელექტუალურადაც ილაპარაკე კაცო. გამოიცეცა დასაჭერია ის, ტყავგასაძრობია ეს, ის აზროვნება არ არის, მოაზროვნე არ არის და შეაკ ადამიანებში ის რომ ნახე სათავეში ყავს უტვინო კაცი, ვაიმე დავიღუპებით. რატომ არ არის მოაზროვნე? რა, შენ თუ ბერძნული იცი? რა იცი რო? წადი და რაღაცა დაჯექი რა. ბოლოს რა გინდა? კაც პოლიტიკაში ფილოლოგს არ გამაგიჟო. რა გესმის შენ? ფილოლოგი ხარ, მიხედე ფილოლოგიას რა. დააბრუნე კლასიკური სენი, განათლება ჩართე ახალგაზრდები, ენა ასწავლეს უყველას. ჩაუჯექით, რაც არ იკრძალება დღეს და არაზმე ეს ახალგაზრდები. თხოვე მთავრობას, ამაში გამოგიყოს ფული, ამაზე ირბინე. და თარგმნელობით ის აწიე წიგნები დაიყაროს, რომ ახალგაზრდებს დაინერგოს კითხვა და ეს შეცვლის ცნობიერებას. შეცვლილი ცნობიერებით კიდე მოვა ის მთავრობა, რომელიც ჩემი ნათესავია ჩემი ცნობიერებისა. ხლა, ჩემი ცნობიერების მთავრობა მანდ არ არის ხლა. ჯერ არ ამოსულ ეგეთი მთავრობა. გავთარაძემ, მეღვინე თუხუცესმა, რეზო ამაშუკელმა, რეზო ესაძემ ხალხი 70-ს გადაცილებული. აი ესენი აბუნტებს ხალხს. და დავამატებ კიდე ჩუმად რომ მოღვაწეობენ ვიღაცები კიდე ცოტა ისეთი ქარაფშუტა მღვდლები. არიან მანდაც ქარაფშუტა მღვდელი. ზოგი ჭკვიანიც არის. ხო? ქარაფშუტა მღვდლები კი მოგეხსენება, აი ეროვნული მღვდლები, ეროვნული. მღვდელი არ შეიძლება ეროვნული იყოს. მღვდელი მოძღვარი არის იესო ქრისტეს ხატის მატარებელი და ეს უნდა გააცნოს ყველას. და საქართველოს რომ აცნობ და ქართულენის მასწავლებელი ხარ? ფილოლოგები რა თქმა უნდა მღვდლობათ. ფილოლოგის ცნობიერება ძალიან ბევრ მღვდელს. და არ არის ეგ სწორი. შენ უნდა გქონდეს ქრისტეს ცნობიერება. და იყავი ბატონო და გაანათლე ქართველი ერი, სულიერად. და არ არის ესეთი რამე ჯერჯერობით. ამიტომ ვიძახი, ჯერჯერობით მოსაზრება ასეთია. დარჩება სააკაშვილი, ჯერ 13 წელი ნამდვილად იქნება 2013 წლამდე. ვანო მერაბიშვილიც იქნება. დიდი უმრავლესობით უნდა შევიდეს ნაცმოძრაობა და შევა, ამის ყველა პირობას ვხედავ მე. ხო, არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და ამას კარგად აკეთებს ნაცმოძრაობა და გაგინდობთ ჩემს ინტელექტუალურ მოსაზრებას. ზუსტად ჩათრეული იქნა ისე რომ გაგებაში არ არის, როგორც ფროიდი იტყო და არაცნობიერად გამოყენებული იქნა ბიძინა და ბიძინას სახელით ხალხმა გამოიღვიცა. თორე ეს აპათია ჰქონდა ხალხს და გარედან ჩანდა რომ არჩევნები ჩატარდებოდა ძალიან სტაგნაციურ პირობებში, რომელიც ეს ცუდი იმას დახს დაასვამდა საქართველოს. ეხლა კი გამოცოცხლება, ჩუხჩუხი არის, არნახული იქნება მონაწილეობა არჩევნებში, ასე რომ მომხრეები ძალიან ბევრია სააკაშვილის, იმიტომ რომ ძელი ყველა პენსიონერი მაგის მხარეზე უნდა იყოს, თუ დებილი არ არის. სექტემბერში პენსიას ნამდვილად ვიცი კიდე მოუმატებენ და რაღაც დივიდენდები იქნება, ეს აუცილებელი პოლიტიკური სულა არის და უნდა გაკეთდეს ეგრე. აქედან გამომდინარე ხალხი მას ბევრი აირჩევს და საარჩევნო პუნქტებთან რომ მივლიენ, ბევრი უკვე გადაიფიქრებს. თუ უკვე გადაფიქრებული ძალიან ბევრს არ აქვს. რღვევა არის ოცნების ხალხში. იქ ისეთი ამბიციის მქონე, როგორც ბერძენიშვილები არიან, ვერაფრით ვერ შეეგუებიან გონება შეზღუდულ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ძალიან ამბიციური არის ბერძენიშვილი. მაგას ქონია თავი პროფესორი. და ეგ ის კაცია, რომ ბიძინას დაუჯეროს, ბიძინას ეგ თავიდან კრიტიკით შეხვდა, მერე იმან მოისყიდა ეს ხალხი ფულით და რესპუბლიკელები გადარჩნენ შიმშილობას განიცდიდნენ. და რესპუბლიკელი მიეტმასნა. დღეს ხალხი რესპუბლიკელებს მოშლილი აქვს ყველაფერი, არაფერი იმიჯი არ აქვს საქართველოში, მაგრამ სამაგიეროდ რა გაკეთდა? არჩევნები უკვე მიძინებული არჩევნები აღორძინდა, აქ დიდად იმუშავა სააკაშვილმა, მისმა გუნდმა და გამოცოცხლდა პოლიტიკურად საქართველო. ჩატარდება არჩევნები ზარზე იმით და განაწყენებული ხალხი იქნება რაღაც გარკვეული პროცესი, შეიძლება ხმებიც მიითვალონ, ამაშიდაც ვერაფერს ვერ ხედავ მე ტრაგიკულს. ხმები უნდა მიითვალო. აბა ახლა ვინ უნდა გაუშვა? სულ უნდა გაუშვა, მანქანაზეც გიჯდასვამთ? მხოლოდ იმიტომ რომ დემოკრატია არისო? როგორ გეკადრებათ? ხა, შენ ზეჭკვიანი კიდე, შენ ვერა უკრძალობ ჭკვიანს. ჭკვიანი ღმერთიდან არის და კომუნისტური რეჟიმი არ არის, ტყავი გაგზურება მაინც წავა წინ. ესე იგი ღმერთი მიდის, ხო სამყარო? ჩვენ კომუნისტობაც ღმერთმა შემოგვიტანა, იმიტომ რომ დავისაჯეთ ჩვენ. არასწორი ფეოდალური ცხოვრება, არასწორი მართლმადიდებლური ქრისტიანობა არასწორი იყო. ჩვენ დაგვსაჯა ღმერთმა და ათეიზმი შემოგვიგდო და გამოგვაცხო. ამის მაგალითები ძალიან ბევრი არის თქვენ იცით ბიბლიაში. ხო? ვინც ბიბლია იცის, მაგ ადგილებს კარგად გაეცნობა. კერძოდ, საჯულები,
ის უნავე, როცა შედიან უკვე მეფეთა წიგნების პირველი, მეორე, მესამე, კარგად გავიგოთ ჩვენ აი ეს ადგილები რა, რაც აი აგრერიგად თქვენთვის შეიძლება იყოს რაღაცა გაუგებარი ახლა და გიჭირთ აღქმა და ესეც შეჭირვებას რო წარმოშობს. დავასრულებ ჩემი პროგნოზი ასეთი არის. თანამწყრები ბევრი ამაზე საუბარი დაღღალის და არ არის საჭირო. გავიმეორებ თქვენსაც, რომ კარგად დავიმახსოვროთ, ესე იგი. თქვენ გამორიცხავთ რუსულ ვარიანტსაც, გამორიცხავთ პრეზიდენტს არც ერთ იმაში სტატუსში მოსვლას, დატოვეთ მხოლოდ პარტიის ლიდერად და რაღაცა და არც ერთი სახელმწიფო პოსტი მას არ ჩააბარეთ. აი ეს თქვენ. მე კიდე საპირისპიროს ხედავ, იმიტომ რომ სააკაშვილის პოტენციას ვადევნებ თვალყურს და მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. და საერთოდ ღმერთიდან უყურებ ყველაფერს. თუ ესე მოხდა, როგორც თქვენ იძახით, ქაოსი დასაწყისი იქნება ქაოსის. თუ მაგალითად გავიდე ეგ ახლა და ხელთ იგდო ძალაუფლება კონსტიტუციურად სხვა ხალხმა, ქართველი ძალიან ამაყია და კონსტიტუციურად მიუდგება უკვე სააკაშვილს. და სააკაშვილი ვერსად ვერ ივლის, როგორც პრეზიდენტი ვერსად ვერ ივლის, ეგ როგორც პარტიის ლიდერი ვერ ივლის შეხვედრებზე და იგი დაკარგავს დასავლეთთან ურთიერთობას. პრეზიდენტი იყო ნიშნავს ამ ხრივ ეგ მაგარი ტიპი არის, მიდის, მოდის, გამიგე და ეს საქართველოსის მიაქვს მას. და ამიტომ უდგანან მას მხარში და თუ ეგ ჩამოშორდა ამას, ეგ ვერ ივლის. პარტიის ლიდერები არ დადიან არსად. მარტო 2 წელიწადში ერთხელ პარტიას თუ დაესწრებიან და ნაცმოძრაობა ამერიკაში არ არის. და ტურისტად ვისრათ უნდა. ეგ ოფიციალურ დონეზე არავინ არ მიიღებს. ჯერ ეხლაც ისეთი პატარა ქვეყანა ვართ, რომ ყველგან ვერ მონაწილეობს ჩვენი პრეზიდენტი. და ამიტომ თუ საღჭყვას გავყვებით, მაშინ უკვე პრეზიდენტის ადგილზე თუ სხვა მოვა, იმას რა ურთიერთობა ექნება დასავლეთთან, როგორი იქნება ურთიერთობა? აი ეს მაინც დასავლეთ გარეთ კარგად წარმოადგენს ეს თავის თავს, კარგად. ეხლა სახში რა ხდება ეგ გარეთ ყველა მისი გამოსვლები ნახეთ გაეროში იმაში. გალექსილია რა, ლაწილუწით ლაპარაკობს. არ ეფრჩილება არაფერი. მოკლედ პოლიტიკოსის ცნობიერება აქვს, პოლიტიკოსის ლექსიკონი აქვს ამ კაცს. ეგ არის მთავარი. და ეგ წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის სახეს. ვინ შეცვლის მაგას? ლაპარაკი ყველას უჭირს. აი ბატონი ვანო მერაბიშვილიც ვერ ლაპარაკობს. აი ეხლა მოუწევს ხალხში ტელევიზორზე, ეგ ჩრდილიში იყო, ტელევიზორში ძალიან ძლიერი კამერასთან ილაპარაკო. და ამდენ კითხვებზე პასუხი გაცე, არ ჩაიჭრე, არაფერი, თან იუმორიც კონდეს, თან ტყუილებიც საჭიროა. ხა დაპირდა ეგრე სად არის ადამიანს სიმართლე ილაპარაკო, ეგრე არც ერთი პრეზიდენტი საზღვარგარეთ სიმართლეს არ ლაპარაკობს. ეგ ცნობილი ამბავია. ჯოგს რა უნდა უთხრა ხოლმე სიმართლე, ხო? სიმართლე ვაკეთოთ ჩუმად. და გამოსვლა სხვა არის რა, ტრიბუნაზე დგომა, ტრიბუნის ლექსიკონი სხვა რამე არის. ამიტომ ვიძახით, თუ ეგ არც პრემიერ-მინისტრი იქნება, არც პრეზიდენტი იქნება, მარტო ეს ორი ფიგურა რო დადის საზღვარგარეთ. საზღვარგარეთთან ურთიერთობა ხო გვინდა ჩვენ? ვინ წარმოადგენს საქართველოს საზღვარგარეთ? რომელი პრეზიდენტი? აი ვინ? მარტო სააკაშვილი ასეთი ჯერჯერობით. ალასანიაც კი არ არის. ალასანია მოჭუტულია და ან ნებელობა ნული და ეგ ვერ დაიცავს რა. ეგ დორბლებით აი ეგ კბილებით იცავს რა საზღვარგარეთის ტრიბუნიდან სააკაშვილი ყველაფერს. და ესეთი პოლიტიკოსი დასავლეთისთვის მისაღებია. უბრალოდ სახში არ იყოს არეულობა. ამიტომ სიმპათიები დასავლეთში სააკაშვილის მხარეზეა. არც ერთ დასავლურ პრესაში ანტისააკაშვილური არ მიდის. მე ვადევნებ თვალყურს და ვერსად ვერ წავიკითხე, ამის ნიშანი უნდა იყოს, რომ იცი რა, სააკაშვილო ეხლა წათი. დასავლეთ ხო იცით როგორ მუშაობს. ვინც არ მოწონს, იმას იწყებს პრესიდან. და ბიზნესზე პირდაპირ ეწერა სტატიები. ოლიგარქს რა უნდა პრეზიდენტთან. ეს უკვე ხო ვიცი ამათი ტვინი როგორ მუშაობს. ეს არ მოწონთ ეგა ოლიგარქი და მართლაც ოლიგარქს და მილიარდერს რა საქმე აქვს ახლა პოლიტიკაში. ესეთ რამე ამერიკაში არ არის. თავისუფალი ქვეყანაა, მაგრამ ის რა, ეხლა ეს მე ავაშენებ და მე აგიშენებ და მე გაცხოვრებთ. ეს ახლა მე ვინა ხარ, ხსნელი ხარ? როგორ გეკადრება? სააკაშვილი უნდა დარჩეს. თუ ეს ასია არ მოხდა, მაშინ მე შემიძლია გითხრათ, რომ ქაოსის დასაწყისი იქნება. დაიწყება არეულობა, კონკურენცია, განხეთქილება, ერთმანეთს დაეტაკებიან. წარმოიდგინეთ, უმრავლესობით შევიდა ოცნება საქართველოს ოცნება. თქვენ უნდა ნახოთ რა ყაყანი იქნება მათ. ერთმანეთს არ მოусმენენ. დღეს კიდე პარლამენტი წყნარი პარლამენტია. უსმენენ გამომსვლელებს. ოპოზიციურიც არის მათ, საპარლამენტო ოპოზიცია და ისინიც ძალიან გაწონასწორებული ლოგიკით ხელმძღვანელობენ. ძალიან გაწონასწორებული, ინტელექტუალური ლოგიკით სარგებლობენ. და რაც არ მოწონთ, აფიქსირებენ. ეს არის მუშაობა რა, ახლა სხვა რაკნას ახლა ქვეყანამ, რომელსაც არც რესურსები აქვს, არც ნავთობი გვაქვს, არც არაფერი არ აქვს საქართველოს. ერთი გაღლეტილი, გაუბედურებული ქვეყანა ვართ. არაფერი არ აქვს, ხო? ჩვენ რო შევიდეთ ევროპულ სტრუქტურებში, ჩვენ ვერ შევალთ ჩვენი რესურსებით.
ჩვენ თუ მხოლოდ და მხოლოდ დემოგრაფიული აი მენტალიტეტი და რაღაცით თუ მიგვიღებენ თორე ჩვენ არაფერს არ ვფლობთ. არ წარმოება არა გვაქვს ჯერ, არაფერი არა გვაქვს ჩვენ. და ეხლა იწყება ესა ნელ-ნელი და ამა გადასასვლელ პერიოდს მართლაც კრიზისები აქვს და აი ეხლა ოქტომბრის არჩევნები მე ვფიქრობ ჯერ ყველა გათვლებით რომ აუცილებლად ნაცმოძრაობა გაიმარჯვებს. სულ 1,200,000 კაცი მაგის მხარეზეა. მე რო ფანქარი ავიღე და ვიანგარიში. 4,700,000 საქართველოს მოსახლეობა, მაგრამ ყველა ხო არ იქნება იქ მონაწილე არჩევნებისა. მოსახლეობის 70% არის, ხო? და იმ აბსოლუტურად ყველა ნაცმოძრაობისა ხმას გარანტია აქვს, მაგათ აქვთ. ხომ? ეგ 100%-იანი. დანარჩენების ახლა თუ რაღაცა 4% ჩააწყე, ეგეც მოსულ ახლა მაგას თვალებს დახუჭავს ყველა. თავარია არჩევნების შემდეგ მოპროტესტე ხალხი ისე არ მოუბშტინოს რომ ქაოსში გადავიდეს რესპუბლიკა რომ უმართავი გახდეს პროცესები და ისარგებლოს რუსეთმა ან ვიღაცამ და იცი რა ჩვენ უნდა დავალაგოთ. და ამას ახლა თავს მე მგონი გაართმევს 7 ნოემბერი რო იყო და იმ ნოემბრის გამოცდილებამ ბევრი რამე შეძინა მაგუნდს. და აგერ ბაჩოც იმიტომ დაენიშნა. აგერ პუტინმაც ჩააწყო ის არჩევნები. ხომ არ გონიათ იმან 100%-ით გაიმარჯვა. იყო მომხრები, მაგრამ ცოტაც მიწერებიც იყო. გამოვიდა მოპროტესტები. გააკეთეს რამე. ყველა დაამთავრდა ყველაფერი, ცნეს ლეგიტიმურად და დამთავრდა. თავარა სიწყნარე მსოფლიოში. და ურთიერთობა განაახლეს პუტინთან დასავლეთმა. მიხვდნენ რომ ამას ახლა რქებს ვერ დავატეხავთ. ჯობია ისევ ურთიერთობა. გაგინო პოლიტიკა ეგ არ არის. ხო? სააკაშვილმა თავიდან შეცდომა დაუშვა, როცა რუსებს პირდაპირ გენება დაუწყო. ეგ იყო მისი შეცდომა და ვერაფრით ვერ გამოასწორა. არ იღებს ახლა ის. სხვამხრივ მას შეცდომა არ დაუშვია. ანტირუსული იყო თავიდან ასე, არ იყო საჭირო ეგ. დაინგრა SSR-ი, გამოვედით რაღაც საჭირო ეგ. რა ეს დისიდენტური ცნობიერება ინერციით წამოყვა ძალიან ბევრს და ჩვენ დაგვაზარალა. ამას დიდი პოლიტიკოსები არ აკეთებენ. სააკაშვილმა გამოასწორა ანტირუსული ისტერია მას დღეს არ აქვს, თუ არ გააღიზიანა რუსებმა. რუსებიც აღარ აღიზიანებენ. აღარ მიდის რუსულ მედიაში ქართველების გინება და პირიქით მხატვრულ ფილმებში უკვე ქართველებს როლებს აძლევენ, ქართველები წინა პლანზეა წამოწეული და თუ შაყირი არის ოსებით შემოიყვანეს ახლა და უფრო ოსები მსახიობს ერთი ფილმი ვნახე, უფრო ოსი არის გაშაყირებული იქა. ოსური გვარი აქვს და ოსი მსახიობი და მაგით მოთხრილი არის ოსები კაცო. ის დადებითი გმირი არ არის. შეიცვალა დამოკიდებულება. და სწორიც არის ახლა პოლიტიკა, იმის პოლიტიკაა რომ თანამშრომლობთ. ახლა დიქტატი არ იყოს და შენ არ მომახვიო თავზე და მეზობელი ხარ, ბაზარი გაიხსნება, გაიყიდება, რუსულმა სივრცემ უნდა გაგვიხსნას ადგილი. არ შეიძლება ესე ბაზარი გაიხსნას უნდა ეგ სივრცე. და ქართველები კი უნდა გადაიყარონ ეგ. ეგ გამოგვადგება ჩვენ, იქ წავა ჩვენი ხილი იქნება, აზრი ექნება უკვე იქ მუშაობას, მებაღეობას და ეხლა მოსავალი გვაქვს, ლპება მოსავალი. ამდენი არ უნდა მთავრობას და ხო და სამაგეროთ მოდის თურქეთიდან. აღარ აქვს ინტერესი გლეხს იმუშაოს. ამიტომ თუ პოლიტიკურად ჩვენ არ გავხსენით დერეფანი რუსებთან, ეკონომიკა როგორ უნდა ვაყვავთ მათ? რო აწარმოებ ხო უნდა გაასაყო. ხო, ღვინოს აწარმოებ უნდა გაასაყო. ჩვენთან ყველაზე მეტი გამსახებელი რუსებია. უდიდესი ბაზარია. თურქებმა გვაჯობეს და თურქები აკეთებენ ყველაფერს რუსეთში. გაიტანეს. თურქები მოგვაწვნენ. და აქ ეს შეცდომები საწყის ეტაპზე დაუშვეს შეცდომები ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა. სულ ახალგაზრდები მოვიდნენ. ამის გამოსწორებაა დღეს. ესე იგი, მთავრობა გადადის მეორე რეჟიმში. გამოსწორებას იწყებს იმისას, რაც დაუშვა ადრე. უკვე რუსებთან გამოსწორებას იწყებს. მისასალმებელია. და რა თქმით ახლა პრორუსულის მოსვლა? არა, იყავი შენ პოლიტიკოსი, რუსებთან ურთიერთობა მოიძებნოს პოლიტიკურ დონეზე. და არა ის შენ არ მევასები, ამერიკა მევასება. ამერიკელი ესე არ არის. ამერიკა არ იტყვის, ის არ მევასება. ყველასთან ურთიერთობა აქვს ამერიკელს. მუსულმანი იქნება ეს, არა მუსულმანი იქნება, ჩინეთთან აქვს ურთიერთობა, კუბასთან, ხო, ასე თუ ისევ აღადგინა რაღაცა. ყველაზე მეტად ახლა დახურული მანდ არის. მაგრამ და გადახედეთ სხვა სხვებთან. ურთიერთობს, ეს არის პოლიტიკა, ხო? და ეხლა შენ ახლა მოიჩემე რუსები და აგინებ და აგინებ. რატო კაცო? ეს შეცდომა დაშვებული იქნა და წავაკით. იმიტომ რომ ინერცია იყო, საბჭოთა ტვინის ინერცია იყო ეს ზიზღი დაგროვილი და აი უბედურება შენი ბრალი და ვერ გაერკვნენ რომ გადავედით სხვა წყობაში გადავიდა ყველა. ინტეგრაცია, გლობალიზაცია, ევროპისკენ რუსებიც წავა. ახლა მარტო საქართველო კი არ წავა. რუსეთიც შეიძლება რუსებმა შეგვასწროს ევროპაში. და მიიღონ ევროპელებმა რუსები, როგორც დიდი მწარმოებელი ნავთობისა, გაზისა. გაუხსნიან კარებს, მე მჯერა ამისი. თუ გაგრძელდება ესე, რუსეთში შეყრილია ძალიან ბევრი. მე ტერიტორიულად რუსეთი უფრო ევროპაა. ხო იცით რომ მოსკოვი, პეტერბურგი, ეს ურალის, აქეთ სულ ევროპაა გეოგრაფიულად.
ჩვენ გეოგრაფიულად ევროპაში არა ვართ. რუსები უფრო არის, ევრაზია არის. ასე რომ გარეგნულობა და მეტი ის აქვს. ასე რომ რატომ გონიათ რომ ევროპაში ისინი არ შევლენ? ეგით შევლენ, ეგ თუ ყველა გაერთიანდა და რუსი რატო არ უნდა შეიყვანოს? ეხლა ევროპას თუ ჭკუა აქვს, რომ გაზი აქვს, ნავთობი აქვს და რატო გადავიკიდო ეს კაცი? პოლიტიკა მად ევროპელებს ვერავინ ვერ აჯობებს, მაგათ დიდი ისტორია აქვს და ქართველებს ვაპატიოთ, ინერციით შევედით რა. აი, თქვენი დედა და თქვენ გონი წავედით და ნახე ერი ხა. და იქიდანაც დათვირვარი და ბოღმილი არის რა. აიცა მაგინებდი მე. და აი ამის გამოსწორებაა დღეს ქართულ პოლიტიკაში და დააკვირდით ახლა ანტირუსული გამომცვლელი ბოლო წლებია მე ვერ ხედავ ვერავის. ან გოგა გაბაშვილის დაცდეს, ან ვანო მერაბიშვილის რუსების გინება. ქებაც არ არის საჭირო. პოლიტიკა არ უნდა იყოს ქება ძაგებაზე აგებული. ეს არის ურთიერთობის გამოძებნა. აი ტიმნე იაწებე რა ვიღო შენგან რა გინდა ჩემგან. მეზობელი ქვეყანა, თანასწორ უფლებიანობა, მეც ქვეყანა ვარ, შენც ქვეყანა ხარ. კომუნისტური წყობა გადავაგდეთ შენც და მეც. გავხსნათ საზღვრები. საქართველოს გაუხსნა რუსები შემოდის. ახლა მე ჩვენც გვინდა ქართველებმაც რაღაცა იქით გავიტანოთ. აზრი კონდეს ქართველ ფერმერს იმუშაოს და სად გაასაღოს. და ეხლა რო ჩამკეტე, მოსავალი მივიღე ოხრად ყურძენი ჩამილპა. მანდარინი მაქვს თუ რაღაცა ვაშლი ჩამილპა, ვეღარცად ვეღარ ყიდი. საქართველოსიდაც კიდე სხვა შემოუშვი. მე რა ვქნა? აი ამის გამოსწორებას თუ ვანო მერაბიშვილი ითავებს რუსებთანაც მოიძებნება გზები, დამიჯერეთ უკეთესობა იქნება. ამიტომ იცახი მაგ გუნდმა აი გამოცანები დაისახოს და გადაჭრას და არ დაუწყოთ ახლა პრორუსული ხარ ისა ხარ. არა მე რუსული ფული რა მე. ეს ივანიშვილები, ეს და ეგ ხალხი, ეგ ძველი ხალხია. მაგათი აზროვნება ბოლშევიკური არის. ბოლშევიზმი ხო იცით რა არის? ყველა აი თითქმის არც ერთი არ არის, ყველას თვალყურს ვადევნებ. არა ეს აზროვნება არ შეიძლება მოვიდეს საქართველოში. ქაოსი იქნება. ერთმანეთს შეჭამენ. ეხლა არის იერარქია, ურთიერთპატივისცემა და სააკაშვილთანაც პატივისცემს გუნდის წევრები და ჩუმად არიან. რაღაცა არის. პოლიცია პატივისცემს. წესრიგი შენარჩუნა. ისე სხვათა შორის სააკაშვილმა ბევრჯერ ორჯერ გავიმეორე, კიდე გავიმეორებ. ის სწორი თქვა რომ ერთ-ერთი უხიფათო ქვეყანაა საქართველო. ერთადერთი. ესეთი უხიფათო არ არის არც ამერიკა, არც კანადა. აქ მანქანასაც იპარავენ, ადამიანებსაც იჭერენ და მთელი ამბები არის. მანდ ბავშვებს არ იტაცებენ ქუჩაში. რამხელა რამე თქვენ გაგებაში არ ახართ. მერე სახლი არ იქურდება და ეგ მაგარი რამე ერთ-ერთი უხიფათო ქვეყანა არის. არადა მახსოვს რა იყო. მანდ ახლა თუ რამე გაიქურდება მომენტალურად იჭერენ. არ არსებობს 20 საათში დაჭერილია ტიპი. ქურდული მენტალიტეტი ალაგმულია და სწორი არის. ადრეს ქურდული მენტალიტეტია ხო. საქმეების გარჩევა და ქურდებს დაუძახე და მაღაზია კრიშები და რამ. ნახეთ? ბევრი დადებითი დავინახოთ. მაგრამ ჩვენ მეტი გვინდა ხო? მე მეტი მინდა მაგალითად. არ ჩერდები მაგაზე, უკეთესი მინდა. და ჩემი კრიტიკა სწორედ მიმართული მაგითკენ არის. მე ვარ ოპოზიციონერი სწორედ. ბიძინა არ არის ოპოზიციონერი. ბიძინა არის შენ წადი და მე ვიქნები. ეგ არ არის ოპოზიცია. ოპოზიცია არის შენ იყავი, მაგრამ გაითვალისწინე რასაც ვიძახი რა. თორე მეც ვცხოვრობ მანდ. ეგ არის ჭეშმარიტი ოპოზიცია. არა და შენ წადი მე გავაკეთებ. შენ არის ციტარება, მე გავატარებ. რანაირად? რანაირად ციტარება შენ? აფელი არიცი. ხა? კახაკალაძე დგინდა თქვენ საქართველოს აშენოთ? ბლუკუნა კაცი და სპორტსმენი წადი რა ფეხბურთი თამაშე რა. წადი რა ზემა რა გინდა ვერ გავიგე რა გინდა. ფული აკეთებ სხვა ქვეყანაში და ისეც არ გინდა. ეხლა რაღაცა დააბანდო მანდა და ვერ გაიგებ მაგას რა ხუშტურები აქვს. რა უნდა კახაკალაძეს პოლიტიკაში ხო? როგორი დღეში ჩავარდა კახაკალაძე აი გინება იკინაღა რა ვიცი რეები არ გავუკეთეს და გამეცინა საიდან სად დაჯდა კაცი იტალია მილანი ფეხბურთი უცებ სადაზის რაღაც მიყურებულ სოფელში არის გინებაში ეს უკვე დაბალი დონე ხარ რა ესე იგი ვერ მოახერხე ვერ შეხვედი ახალ სტრუქტურებში ისევ შენი მენტალიტეტი ძველ ხალხთან არის ახალგაზრდა კაცი რა კავშირი უნდა კონდეს ძველ ბოლშევიკებთან შენ ხომ ახალგაზრდა ხარ რატომ იქით ბანაკში არა ხარ? არ მიგიღეს გონია? ხო იყავი თავიდან. რა მოხდა ასეთი? რა დაიბოღმე? აი ეს არის ქართველის უბედურება, შემოკარგებო და მე ვფიქრობ, პარლამენტში შევა დიდი უმრავლესობით ნაცი მოძრაობა, პრემიერ-მინისტრად იქნება ვანო, მაგრამ აქ ვიცი რა პოლიტიკური რაღაც ისენი სურპრიზები შეიძლება დაუშვათ თეორიაში არის მოხდეს გაცვლა და რუსული ვარიანტი ეგ არ არის, ეგ არის ვითარებიდან გამოსული მდგომარეობა და არავითარი რუსებს არ მოუგონიათ ეგ, რომ შეინარჩუნო გემი, რომ კარგად მიდიოდეს, უხიფათოდ იყოს სახელმწიფო, გადასვლა, გადმოსვლა საჭირო არის. ამას აკეთებდნენ მთელი რიგი ქვეყნები. გარკვეულდონე, როცა ფეხს იდგამენ, როცა უკვე დასრულდება ეგა, წავიდა უკვე თავისუფალი შეგნებული ადამიანებთან შეგნებული არჩევნები საჭირო არის. ჯერ ჩვენ სადავართ. ჩვენ გამოვედით ბოლშევიკებიდან.
მან ბოლშევიკები ბევრია კიდე. რეზო ამაშიკული ბოლშევიკია. და ეგ არის აკოთებს ხალხს. და სამწუხაროდ ტელევიზიაში ზიან ჟურნალისტები ბოლშევიკები. რამიშვილი მაგალითად. ეს არის ბოლშევიზმის განსახიერება. მისი ტვინი არის ბოლშევიკური. მას არ აქვს დასავლური ცნობიერება. დიამატი აქვს თავში. ღვთაებრივი წესრიგიდან დავინახოთ თელი რიგი რაღაცეები და შევაფასოთ ესე. ანტიპათია, სიმპათია დამღუპველია. ჩვენ ვილაპარაკეთ. ქართველები ამ ორი კატეგორიით ხელმძღვანელობენ. სიმპათია ანტი რაც არ უნდა სისულელი თქვას კაცმა, თუ სიმპათია შენი გაქვს მისი, მაგას უსმენ ბულბულივით. და თუ არ ქსიამონებს კაცი, რაც არ უნდა ძვირფას სიტყვა თქვას არ იღებ. სამწუხაროდ საქართველოში ეს მუშაობს. და არ უნდა ქონდეს ადამიანს ანტი ყველას მოусმინოთ. როცა ხარ იცი რა, მე ეს არ მევაცება, მე ეს მომწონს. დაგაბნელებს და ბოღმოს წარმოშობს ბოღმას ანტიპათია, სიმპათიები. ღმერთით მიდის ყველაფერი ხალხო დაიმახსოვრეთ. ბიძინათი არა იმათი მიდის კიდე. ბიძინას როლი არის დღეს ასეთი. გამოცოცხლა საარჩევნო ის შამკვდარი იყო. აი ბოიკოტს აცხადებდნენ. და რა კარგად გაკეთდა ის რომ ეს კაცი გამოიყვანეს ბუნაგიდან, უცებ ხალხი ავარდა, ეს რესპუბლიკელები გამოცოცხლდნენ და მიდეს მშვენად ფოთოლი არ ჩამოურებს, მშვენივრად მივლენ ხალხი, ჩატარდება არჩევნები წინვალეთ. მაგრამ შოქს მიიღებენ, როცა გამოაცხადებენ შედეგებს. შედეგები იქნება დიდი უმრავლესობით ნაციონალურმა გადაირევა ხალხი. გარკვეული ჯგუფი გაახურებს. აბა ვნახოთ ბიძინა ის კაცია, რომ თოფი დაიჭიროს? თუ ალასანია, თუ ბერძენიშვილები. ეს ხალხი არავინ არ გაახურებს. და ინერციით თუ ვინმე გაახურებს, იმას ევროპული მეთოდებით დაშლიან. და ქართველი კიდე მოგეხსენებათ ხა, თავს არ შეაკლავს არაფერს. მესე მეხატება სურათები, რომლებიც განხორციელდება სამი თვის მერე. ვნახოთ, რომელი შესრულდება. რაც თქვით ეგ იდეალიზმია, კარგია, მაგრამ იდეალიზმი, რომელიც მოწყვეტილია რეალობას, ეს უკვე არ განხორციელდება. თქვენ იდეალური ვარიანტი თქვით. მაგ დონეზე ჯერ საქართველო არ არის. თქვენ საქართველოს ზედმეტად შეაფასეთ. ვერ ხედავთ ბოლშევიზმის უამრავ, აი მთელი რეგიონი ბოლშევიზმია. ხო, მაღალ დონეზე. და ინტელიგენტები ყველა ბოლშევიკები არიან. ბიძინასთან მაინც აბსოლუტურად ყველა საბჭოთა ნომენკლატურაა რა. მაგასთან არავინ არ არის ახალგაზრდა. თუ არის ახალგაზრდა, განათლებით ვერ დაიტრაბახებს. ამას სააკაშვილთან უფრო ძლიერი განათლებული ახალგაზრდებია. ხო, ენებიც იციან, ლაპარაკი ყველა შეუძლია. ხო, მე კულტურა აქვს მოსმენის და ლაპარაკის. ესენი ყაყანობენ. მე ხო უყურებ გამომსვლელებს. გოკა გაბაშვილს ახლა ვერცერთი ვერ აჯობებს მან ოპოზიციიდან მოლაპარაკი. ესე კარგად აი დაიცვა რა, ინტერესი გუნდის და ყველა. აი გუნდი, აი კაცი. ლევანა ჩაიჭრა. ლევან ბერძეიშვილი იმ გამოსვლით, რა ვიცი ახლა მე რიგითი იმიდან უხსმინე და მე სიმპათია მქონდა იმათ მხარეზე გადავედი. იცი ეს მაგაც არის, აი მოძველებული კაცი დამისვეს მანდა რა, ვინ დასვა ეგ თეორეტიკოსად, ოცნების თეორეტიკოსი. ესე იგი მართლაც არის მაგის საშიშროება და მე თავად ბევრჯერ გავეცი ამას პასუხი სხვადასხვა იმეებში მაქვს, სულ გაბნეული არის ჩემი იმეებში, ეს ფაქტურად ბევრი მაქვს ნალაპარაკები ამაზე და შეჯამების სახით აქ გეტყვი ამას, თუ ეროვნულ რეჟიმში მართლაც ესე იგი ეს უფრო დაქვემდებარებული იყო იმ ბოლშევიკურ რეჟიმს, მაშინ ამის თავისი ლოგიკური ახსნა მოეძებნება. დღეს გეთანხმებით მართლა ეგრე არ არის. ეხლა როგორ არის, თანასწორუფლებიანობაზე არიან, მაგრამ როგორ არის, იცით, აი ბრძოლა გამოუცხადეს ერთმანეთს 1-4-5 წლის უკან და ეს ორმხრივად დაზარალდნენ ორივენი. ეხლა მე შეთანხმდნენ გამიგე და აქვს სურვილი მართლმადიდებლობას რომ ეგაბატონდეს თავიდან ბოლომდე. მაგრამ მას არ ჭირდება ისეთი კაცი, რომელიც ათეისტი არის. მაგალითად, მართლმადიდებლობას არ ჭირდება ივანიშვილისნაირი კაცი. ეს ათეისტი არის. მაგას ვერ დაიქვემდებარებს და რესპუბლიკელებს. მართლმადიდებლობას აქვს ამბიცია რომ ეხლა მოვიდა დრო რომ ხომ არ გავავრცელოთ ჩვენ ძალაუფლება და თქვათ მართლმადიდებელი პრეზიდენტი, რომელიც მთლიანად დაექვემდებარება ეკლესიას. ადრე იყო ეკლესია ექვემდებარებოდა და ფაქტიურად მთლიანად იყო ასიმილირებული საბჭოურ ათეიზმში და ფორმალურად შენარჩუნებული იყო. ეხლა არის ამისის, მართლაც არის, შეინიშნება. უბრალოდ აქ თუ ეგენი ძალისხმევას გამოიჩენენ, რაც ჯერ არა ჩანს და უფრო ლოიალები არიან და უფრო ეკონომიკაზე მოჯდნენ და უფრო იდეების ისინი არ არიან. თუ ეგენი იდეების მატარებლები არ არიან, მაშინ ეგ მოვა ეგ ძალაუფლებაში, როგორც ირანში არის. მაგრამ ქართული მართლმადიდებლები კუჭის ხალხია მაინც იცი და თანამშრომლობენ სააკაშვილთან და აწყობთ სააკაშვილი ვიდრე ივანიშვილი. და აქედან არის მიდით არჩევნებზე და მიეცით იმას. ფაქტურად ეგენი ხარში უდგანან სააკაშვილს. აშკარად ვერ იძახიან, ნეიტრალიტეტს ქადაგებენ და ბრძოლაზე ხელი აიღეს. მიხვდნენ რომ წაგებული დარჩებოდნენ ეგენი და ეხლა კარგად არიან ეკონომიკურად, არასოდეს
არ ყოფილი ეკლესია ესე დღეს რო არის. ფულიც ერიცხებათ, არა მარტო მაგით ახლა 25 მილიონით არაფერი ძლიერი ფული არ არის, მაგრამ სამაგეროთ მისცეს თავისუფლება, მიწები, შენობები, ტაქსაციები იქ არ არის, შევარდნები იქ არ არის და დაღადაღება არაფერს არ არის. მაღაზიებს ფლობენ. აი ასეთი ეკონომიკური ყოფას ესენი არ დაანგრევენ. თუნდაც იმიტომ რომ იცით არ მოწონთ სააკაშვილი. გამორიცხეთ. იდეები თუ აწუხებთ, მაშინ კი, მაგრამ ესეთი ფანატიკოსები ჩვენი მართლმადიდებლები არ არიან. მათ ცხოვრება უყვართ, ცხოვრება ევასება ყველა მღვდელს, კომფორტაბელურად გრძნობენ თავს, თავისუფლად არიან, დიქტატი რუსეთიდან აღარ არის და ფაქტიურად გაჩერდნენ. სააკაშვილს თავიდან იყო რომ ცოტა წაკინკლავდნენ, მოსინჯეს ერთმანეთი და აქედანაც უთხრეს არც შენ არც მე. და მაინც ახლა სეკულარიზირებული არის ჩვენი სახელმწიფო, ეს არ არის ახლა რელიგიური ქვეყანა. და ესე კონკურენტი ეგრეთ წოდებული რომ დაიდო, თანამშრომლობენ და ეხლა ხელს უწყობენ არსებულ მდგომარეობას. თუ ვინმე ძლიერი გამოჩნდა, იმის მხარეზე გადავლენ. და ვერ ხედავენ რა ძლიერს, გამიგე იმ ოქროს კვეთზე მიდიან. ხალხი არ უნდა დაბოღმონ, იმიტომ რომ დიდი ავტორიტეტით არის დღეს მოსახლეობაში მართლმადიდებლობა. თითქმის ყველა მასთან ხარკს იხდენ. ფორმალურად მაინც მთავრობაც მასთან არის. საანთლებით მიდიან, გვერში უდგანან. ხომ დღეს წამოიწია მართლმადიდებლობა. ადრე ბოლშევიკებთან ესენი იყვნენ დაქვემდებარებული, როგორც აღნიშნე. და აი ამან შეიყვანა მართლმადიდებლობა ილუზიაში, რომ ხომ არ ჩავიგდოთ ძალაუფლება. და იყო ამისი მცდელობა. როდესაც 2009 წელს დაიძრა ხალხი სტადიონიდან გაჩეჩილაძეების თამობი და მიადგნენ ეკლესიას, მანდ იყო პასუხი, რომ ეკლესიამ ვარი უთხრა. არა, შანსი დაკარგეს. შეეძლოთ. აიღებდნენ რა ძალაუფლებას ხელში მართლმადიდებლები. მერე მოდიოდა შინაური არეულობა წავიდოდა. დიქტატურა საჭირო და მართლმადიდებლები ამას თავს ვერ გაართმევდნენ. ლიდერი კიდე ისეთი არ იყო, რომელიც თავიდან ბოლომდე მართლმადიდებლური იდეით იკარნახებდა. ყველა იყვნენ ათეისტები, გაჩეჩილაძეებიც ყველა. ეს საფრთხე იგრძნო მართლმადიდებლობამ და უკან დაიხია და ამით შენარჩუნდა მისი ინსტიტუტი. და ძალიან დიდი პოპულარობითაც სარგებლობს და ეკონომიკაც ძალიან მაღალ დონეზეა და რაღაც გარკვეული თვალსაზრისით თანამშრომლობს სახელმწიფოსთან და აი მოუწოდებს რომ არ იყოს შეტაკებები და ასე შემდეგ. ეგ რო ამას არ აკეთებდეს, შეტაკებები იქნება. და ამ ხრივ არის რომ აი ხელს ბანს. ქრისტიანობა არ არის მართლმადიდებლობა, ბევრჯერად ვთქვი. ქრისტიანობა იყო ევროპაში რეფორმაცია და ინდივიდუალიზმი და ძალიან ისეთის და აქ კიდე დააკვირდით რა ხდება, ჯერ კომუნისტებთან თანამშრომლობა, მანამდე ბაგრატიონებთან, ეხლა სააკაშვილის რეჟიმს თანამშრომლობს. ძლიერი განხიბვლა მიიღო ოპოზიციამ 2009 წელს საკანში რო დაჭდა ისა. აი ძალიან ჯეროდათ რომ მართლმადიდებლობა მაგასთან იყო. დაიძრა ხალხი და პატრიარქმა ვარი უთხრა. მერე შეთხზეს ლეგენდა რომ თოფით დაადგნენ და ეს. რას ლაპარაკობ? დღეს პატრიარქემ ერთი სიტყვა თქვას, ფეხზე დადგება მთელი საქართველო. აი ხატით გამოვიდეს და თქვას რომ ეს მთავრობა მიუღებელია. ძალიან ადვილია ამის თქმა, მაგრამ მე იცით რა მოყვება? წესრიგს ვინ დაამყარებს? ეს იცის მართლმადიდებლობამ. მართლმადიდებლობის თავკაცი ჯერ მართალია დაბერდა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ სახელმწიფო უშიშროების პოლკოვნიკი არის. იცი ჩინს ტყუილ არავის არ აძლევენ. ეს ისე მეტაფორა კი არ არის ეს ჩინი. პირდაპირ გაგებით სახელმწიფო უშიშროების საბჭოთა კავშირის დროს იყო პოლკოვნიკი. ეს არის ყველაზე მაღალი ჩინი. ამას წინ უსწრებს გენერალი და ერთი ზვანია, ერთი წოდება, მაგრამ პოლკოვნიკიც არანაკლებია. ასევე პოლკოვნიკი პუტინი. ოფიცერი არის სააკაშვილი. და ეს ახლა არ იცოდეს შიოლაშვილმა ინსტინქტებით, მაგან გაიარა, რა სკოლა გაიარა მან. მან პავლესთან კი არ გაიარა სკოლა და ქრისტესთან. მან გაიარა საბჭოთა სივრცეში, საბჭოურ ათეისტურ ქვეყანაში გაიარა რელიგიის კურსები და სასაცილოა, ათეისტურ ქვეყანაში შეიძლება ღმერთზე ლაპარაკი? გამორიცხეთ, ეს წინააღმდეგობაა. საბჭოთა კავშირის კონსტიტუციით ყველაფრით იყო ათეიზმი და ისჯებოდა ყველა და ამ დროს მუშაობს სასულიერო აკადემიები და ასწავლიან ხალხს და უშემეს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. თქვენთვის მომიდია კომენტარი ვერ მინარიან ეს ხალხი. ამიტომ იზახი, მან თუ ქრისტიანული ცნობიერება არ შევიდა, არაფერი არ გვეშველება. ხო, მაგის რეფორმაცია უნდა მოხდეს. და ეხლა ღმერთმა დაგვიფაროს მართლმადიდებლური სიბნელისაგან. მართლმადიდებლური სიბნელეს ეხლა რაც არის ეს ჯობია. მან კი უნდათ აიღონ ვლასტი ამის ექსტრემისტული ფრთა არის ისაკაძე მმკ, ხო, მართლმადიდებლთა კავშირი მმკ ეგრეთ წოდებული, ისაკაძეები, ესენი არიან ძალიან აგრესიული ფრთა, რომელიც მიუღებელი არის, ხო? და ეგ ხალხი თუ გაბატონდა, სიტყვაზე ვიძახი, ხალხი აყვება, დიდი უმრავლესობა ესეთია, იქნება საშინელი ქაოსი საქართველოში. გაწყვეტავენ კავშირს მაგასთან მთელი დასავლეთიც, ვინ მოგწევს ფულს და საერთოდ რუსები შემოვლენ და იპარპაშებენ, იმიტომ რომ ეგ ხალხი აუცილებლად რუსეთიდან უნდა იყვნენ მერე ჩამოკიდებული.
გაბატონდება რა მართლმადიდებლური ძალაუფლება, რუსეთი იქნება პატრონი. როგორც აი ჩეჩენეთში, ჩეჩენი ისევ რუსეთს დაუბრუნდა. და ეს ახლა ეს თეორიაში მართლა არის. აქვს შესაძლებლობა, მაგრამ გაჩერებულები არიან თავს იკავებენ. არ მოწონთ ახლა ეგ ოცნების ხალხი და ესენი ათეისტები არიან, კონფლიქტი ჩამოვარდება ამათ შორის, განხეთქილება წავა და მართლმადიდებლობამ შეიძლება გამოითოფოს საკუთარი თავი. იმიტომ რომ რუსეთი არ არის მართლმადიდებლური ქვეყანა, აი ეს სახელმწიფო დონეზე. იქ მაინც პუტინს მიყავს პარადი და პუტინს არის დაქვემდებარებული ეკლესია. და შიოლაშვილი არ არის დაქვემდებარებული სააკაშვილისთან. პუტინს უფრო ყავს და შიოლაშვილი სააკაშვილის კაცი არ არის. და ამან შეაფერხა საქართველოს წინსვლა. არაფერი არ მოვიდა ამ კაცს, ხო ელოდებოდა სააკაშვილი. მასაც ჭირდება ისეთი კაცი, რომ რეფორმებში ხელი არ შეუშალოს. და ეს შიოლაშვილი ძველი ბოლშევიკი არის. ესე იგი შემოგზავნილია რუსების მიერ და აი აქ ჩვენ თუ ევროპაში არ შევედით, ეს შიოლაშვილის ძალიან დიდი დამსახურება არის. ზუსტად გათვალა საბჭოთა რუსეთმა, რომ ეგ კაცი დაგვინიშნა 77 წელს. აი ეს არის ჩვენი შემოფერხლი. შევარნაძე გაუშვეს, ეს დატოვეს. ხალხი კიდე მაგას უჯერებს. დღეს უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს შიოლაშვილი და არა სააკაშვილი. სააკაშვილს აგინებენ. შიოლაშვილი ლამის ღმერთის სტატუსით არის. მაგის ერთის სიტყვა და ყველა ფეხზე დადგება, მაგრამ არ იძახის. იცით რატომ? დარწმუნებული არ არის, რომ მე შეინარჩუნებს ძალაუფლებას. მე უნდა რუსებს შეეკრა. რუსებს რო შეეკრები, ისეთი კეთილდღეობა ეკონომიკური არ გექნება. ხო, დღეს ახლა მართლმადიდებლურ სივრცეში დამოუკიდებლობა არის. არავინ რევიზია რუსეთიდან არ მოდის. სააკაშვილი არ აწუხებს, რასაც უნდა ვინაწილებენ ფულებს. საპატრიარქოში დეზის ყველა ეკლესიიდან ფული და ვინანაწილებს ამას კაციშვილმა არ იცის. რაღაც გარკვეული რელიგიური რაღაცა ელიტა ძალიან მაგრა ცხოვრობს. დანარჩენები რიგითი მღვდლები არაფერი არ აქვს, გაღიზიანებულები არიან. ზოგი სოფლებში არის მღვდლად და კაპიკები ენატრება. მანდაც გაღლეტილი არის ისაკაძეები და ვიღაცეები, ხო? დარწმუნებული მაგათ პატიოსანი მღვდლები არაფერი არ აქვს. უდიდესი უმრავლესობა მღვდლებისა არიან კორუმპირებული და მაგრად ცხოვრობენ. ეგენი თავიანთ თავს გამოითოფავენ? იდეები მაგათ არ აწუხებთ. ირანში ახლა იდეები და ის უნდა და აი ჩაადრი და თელეამები დასავსი დედავატირე და ამათ კაი ცხოვრება უნდათ. ჩვენი მღვდლებს უნდათ კაი ცხოვრება, კომფორტი. ხო, ზიან კაი მანქანებზე, კაი სახლები, ოჯახებში გვახედებენ, შვილებითაც სწავლობენ. რა, თავის შვილებს რა, ყველა იმაშია სემინარიებში და ათაყვანებენ? კაცშვილმა არის ეგა, ტაბუდადებული თემა არის. ეკონომიკურად წელგამართულია მართლმადიდებლობა და ამას დაკარგავს ეგა. დარწმუნებული არ არის რომ ვლასტი რო აიღოს შეინარჩოს. ვლასტს აიღებ, მე იქ ათეისტები მაგას გადაუდგებიან, ბერძენიშვილები ვიღაძე. ეს ყუმეთი გვინდა და დაერევიან. მთელი ხალხი შეიმეცნებს მართლმადიდებლობას როგორც საზიზღარ რელიგიას და მაშინ მოხდება მაგისი გადაგდება. და ეს ათეისტები ისევ კომუნისტობას გამირცელებენ. ამიტომ არის აი ჯერ გაურკვეველი მდგომარეობა არის და უფრო ესეთი მიძინებული ის არის და უფრო ეგოისტური პოზიცია ირჩია მართლმადიდებლობამ. ქრისტეზე ლაპარაკიც არ არის ხლა. მოდი რა, ეგ მოვალეობა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას არ აქვს, რომ მოსახლეობა სულიერად გამოაღვიძოს, მოხდეს აღორძინება სულიერი, ინტელექტუალური აღმაფრენა, გონიერება, სწავლა, განათლება, ქრისტიანული თეოლოგია. ესეთი რამ მას არ ავალია. მას ავალია პატრიოტიზმი, ქართული კულტურა, ქართული წესები, ესე იგი დასაფლავების წესები, ეს არ უნდა შეიცვალოს. უნდა იყოს ესეთი დასაფლავების ერთკვირიანი ისენი, ქელეხები, მღვდლები. ამას ვარც ეტყვის ეგა? როგორ გეგადრებათ? ამიტომ ნახეთ, ეგ თანამშრომლობს სააკაშვილთან. და იმიტომ უთხრა წადით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა, გამიგეთ და სხვათა შორის ეგ ძალიან ბევრს ეუბნებიან სააკაშვილის მიეცით ხმა. ეგ ოქტომბერი მოვიდა ვნახავთ. იმიტომ რომ მან დიდი დარტყმა მიაყენა მართლმადიდებლობამ აი მოძრაობას ისეთი დარწმუნებული იყო ხალხი ეკლესიას რომ მიაშურეს, რომ ეს გადააგდებდა სააკაშვილს. და გამოაძუნწყულეს, ხო გახსოვთ? მოატრიალა, გაჩეჩერდა და ყუდა მოძუებული წამოვიდა და საკაინდანაც ადგა. დამთავრდა. ხო იძახდნენ დღეს წავა, ხვალ წავა სააკაშვილი, გახსოვთ? რა ამბავი იყო? იცით რამდენი ილუზიაში შევიდა, მე მეცინებოდა. არსად არავინ არ წავა. ყველა ეს გამომსვლელი ოპოზიცია იძახდა, რომ სააკაშვილი გაქცეულია, სააკაშვილი აღარ არის, აღარავინ აღარ იღებს. მას მე გავიდა 3 წელი, 4 წელი. არაცხვენიათ. ეს ბერძენიშვილი არ იძახდა, რომ დღე-დღეზე წავა. გუბაზა არ იძახდა, რომ სააკაშვილის არჩევნებში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ეხლა ესენი გამოდიან და არჩევნებით უნდათ სააკაშვილის გადაგდება. თქვენ გიჯერათ, რომ არჩევნებით სააკაშვილს გაუშვებენ? მე არ მჯერა. თუ რომ სააკაშვილი ვინც მოიყვანა, იმან უნდა წაიყვანოს. ქართველებს ეგ არ მოუყვანია. ეგ დანიშნული კაცია და მე არჩევნები გათამაშდა. სულ ამას ვიზახით ჩვენ. და ღმერთი აკეთებს ყველაფერს. ამიტომ არის კაი თეოლოგიური ანალიზი ამისი. სოციალურ სიფრთხეზე
ბევრი საკამათო იქნება და როცა თეოლოგიურ დაშვებებს გავაკეთებთ, მათ შეიკრება ყველაფერი და აიხსნება, რომ ღმერთის ნებით მიდის და ეს რომ ვიცოდეთ ჩვენ კარგად, უნდა ვიცოდეთ ბიბლიური მოდელი, რომ მიუყენოთ ყველა ქვეყანის პოლიტიკას. რომ ყველაზე კარგი მოდელი ბიბლიური მოდელია და მისი ერთ-ერთი ერი რო აღებული ებრაელი. რა დღეში ებრაელი, საიდან გამოდის, სად მიდის, მერე სახელმწიფოდ ყალიბდება, როდის კარგავს დამოუკიდებლობას, როდის შეიძენს, რა მოელის მაგას. ეს მოდელია, ეს პარადიგმაა. ეს ღვთაებრივი წიგნი, მაგიტომ არის ეგ. ეგ რომ იყოს ჩვეულებრივი წიგნი, მე მაგით არ ვისარგებლებ. და მე რაც მაგით ვსარგებლობ, აი მინიმუმზეა დაყვანილი ჩემი შეცდომები. როგორც ელემენტარულ პროგნოზირებაში, ისე აზროვნებაში. მინიმუმზეა. შეცდომები კიდე მაქვს, მაგრამ ესე არა, აი მაგ ხალხს რო ხსმათ, დღეს ამას იძახიან, ხვალ ამას და ურცხვად ლაპარაკობენ. ააქოთ ეს სიტუაცია, გამოდიან ახლა ესე. ხან ამ პარტიაში არიან, ხან იმ პარტიაში არიან. ხან იძახიან არჩევნებში მივიღოთ მოწვევა, ხან არ მივიღოთ. სააკაშვილი აღარ არის, აღარავინ აღარ, ამ დროს სააკაშვილი არის. და აკვეთ რებს იძახიან ხო? ამათთან თანამემდევრული აზროვნება არ არის. წინააღმდეგ ხან ამას იძახიან, ხან იმას. არავინ სიტყვას არ იცავს. არავინ არ იძახის ხო შევწთი. აი ამას ვიძახდი და უი გამტყუნდა. და ხალხი ილუზიაში შეიყვანეს და ძალიან ბევრი ხალხი დაინვალიდდა. ზოგს თვალი მოთხარეს მაშინ და ზოგს სამუშაო დააკარგვინეს. რომ მოყვევი მე შენ, დარწმუნებული უნდა იყო რომ გავიმარჯვებთ. მე შენ გენდობი და შენ მიმატოვე, კარგად ახარ, მე კიდე დავზარალდი. ხო, ძალიან ბევრი დაზარალდა 2009 წელს. და ესენი კარგად არიან, არაფერს არ იკლებს ეგ ხალხი. გაზულუქებული დადიან, მანქანები, ოფისები აქვს, ხელფასები აქვს, გრიალებენ, რაჯერ რააცვიათ გადახედეთ. როგორ ახორხლილი არის ამ ბრილიანტებში და იმაში ბურჯანაძე რო. ამას როგორ უნდა დაუდგე მე გვერდზე? შენ და ჩემ ცხოვრება ერთია? შენ იქ არიყავი რო, რა გააკეთე რო? ეგ ამბიცია, ყველას უნდა ძალაუფლებაში მოვიდეს, ჭამოს და სვას. ეგრე არ გამო. მე ყველა განაწყენებული ხალხი არის. ყველა იყო მთავრობაში და ეხლა ყველა ოპოზიციონერი თითქმის ყოფილი ან პარლამენტის წევრი, ან სადღაც თანამდებობაზე იყო. ალასანია გინდა გუბაზები ისინი პარლამენტში იჯდნენ ეგენი. მე გაიბუტნენ არ შევიდნენ. ხელფასებს კი ყველა იღებდა. ნათელაშვილი ცნობილია, არ დაჯდა პარლამენტში, ხელფასი იღებდა. რა არის? რა მაიმუნობა, ვის ემაიმუნები? მაინც მოგხთამული ხარ ხო? მე გაფინანსებს, ყველა ოპოზიციური პარტია ფინანსდება. ეგ საშიშროება ახლა ემუქრება ლეიბორისტებს, იმიტომ რომ აღარ არის პარტია და მაგას აღარ დააფინანსებენ. იმიტომ რომ არის გიჟის გავს ნათელაშვილი. და აგრ ამას სული მოითქვა რესპუბლიკელები. მანდიდან რამოდენიმე შეიყვანს სააკაშვილი. შეიყვანს დაახლოებით აი 12-20 კაცამდე შევა. ამას გააკეთებს და აკვირდეთ აგ. და გააჩერებს რა. ეგ არის უთელი ამაჩავე. ხალხი მოტყუებული დარჩება. აი ეს ხალხი, აი ბოლშევიკები რო უწოდეს ათეისტებისო? ხო, ეგენი და ისევ წავა რა, რა თქმა მაგას ლაპარაკი. და მე რომ მოვა თქვა რომელიმე ბიძინა. მაგას დაუჯერებს მე. და ბიძინა ის კაცია რომ წეცებს დაამყარებს. მე წავა ერთმანეთის დაკორტნა. ეხლა ეშინიათ, შიშია გაბატონებული. შიში შეიქს სიყვარულსა რუსთაველმა თქვა. აბა როგორ სტალინიც ეგრე იყო. მასეთ ხალხში დიქტატურაა საჭირო. და ამის მიზეზი გითხარით რა არის? სიბნელე. დღეს ეხლა არ იკრძალება განათლება და არ არის ქრისტიანობა მართლმადიდებლობა. ათეიზმს ვარი უთხრათ, მაგრამ მართლმადიდებლობით ეხლა ქვეყანის აშენება ეგ გამორიცხეთ. ავტოვოთ ღმერთისწმენა, მაგრამ აღარ გვინდა რა ეს მღვდლების დიქტატურა და გაუთავებლად სოკუებით ყველა უბანში შენობა და არიქა მღვდელი სანთლებით და ხატებით და რაღაცა კრეტინიზმი. განათლება რა, ქრისტიანობა არის განათლება. მე არ ვიცი ქრისტიანი ბნელი რა დასავლეთში. ყველა ძალიან ძლიერი განათლება. პროფესორზე ნაკლები არცეთი არ არის. ჩვენთან მღვდლები არიან დებილები. ორ სიტყვას ვერაბამს ვერავინ მოიცათ ერთი რა. ამ ფანატიკოსია გიჟი. არ ცხენენ, ქრისტეს სახელს არ ცხენენ ეგენი. ამიტომ ვიძახი ეგ მართლმადიდებლები ეს არის ათეიზმია რა. აი ეგ არის პრობლემები საქართველოში და ნახოთ. თქვენ რო წმენაში აიკრიბებით, სხვაც გადაედება. გამრავლდება 1 2 3 5 6 და ერთ ჩვენ ერთ დღეს უკვე რასაც მიველტვით იქნება. ნორმალური საზოგადოება გაიზრდება მათ. დღეს სიბნელი არის მანდა რა. ერთი ნაწილი ბნელია, მეორე თავგასული მოკეიფეები არიან ხო. გვაკლია, რაღაცა გვაკლია. და ეს არის სწორედ აი ქრისტიანული წმენა გვაკლია ჩვენ. ქრისტიანული წმენაში ყოველთვის მოიაზრება ჩემთვის კარგი განათლებულობა ღმერთის შესახებ. და არა პიპიჯურის წერა და სიბნელე და სხვისი ლოცვების ბურტყუნი და დღესასწაულები და შესაწირავები. არა, ეგ არა.